ზოგადად შემზარავია ხო ის ატმოსფერო, რაც ირანში ხდება. ჩვენ ქვეყნის შიგნით რატომ მივიცეთ იარაღი, რომ ან გვიკარნახონ რამე, ან საფრთხის ქვეშ ვიყავთ, რომ როცა ჩათვლიან საჭიროდ, აქ აგვიფეთქონ ვითარება. ეს გიგა ბოკერია, პარტია ფედერალისტების ლიდერი და ამ ინტერვიუში ჩვენ ვლაპარაკობთ ირანის მზარდ გავლენებზე საქართველოში და იმ საფრთხეზე, რასაც ირანის ორბიტაზე ყოფნა ნიშნავს. სადაც გავლენა მოიპოვეს, ყველგან სისხლი, უბედურება, არეულობა, ომი, შიგნით, საკუთარ მუსლიმებთან. ეს არის რაღაც გამოცხადებული აფეთქების ქრონიკასავით არის. საუბრის ფონია ირანის უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის დაკრძალვაზე წასული მიხეილ ყავალაშვილი და სასულიერო პირები საქართველოდან. ამით გონიათ, რომ რამე საფრთხეს გავანეიტრალებთ, რომ რახან პრეზიდენტი წავიდა? არასწორი ფსონია ეს. რაც იონიშვილის რეჟიმმა გააკეთა და რასაც მერე რაღაც ჰეჯინგს ცდილობს. ხო, ძალის პატივისცემის ნიშანი იყო და კარგს არაფერს არ მოგვიტანს თუ ასე იქნა ახმული ეს. და ასევე რამდენიმე კვირის წინ გამართული ხალხმრავალი მსვლელობები მარნეულსა და ფონიჭალაში. ყველა ვინც საქართველოს ნაწილად არ აღიქოს თავს, არის საქართველოს არაკეთილმოსული. ვცდილობთ ავხსნათ, რატომ არ არის ეს მხოლოდ რწმენის თავისუფლების საკითხი და როგორ იკვეთება ეროვნულ უსაფრთხოებასთან. რწმენის თავისუფლება ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაიცავს ნებისმიერი ადამიანის ან ჯგუფის უფლებას, რომ არათუ ტერორიზმი იქადაგოს. მასაც კი თუ იძახშით, რომ მე ამ საზოგადოებაში მიღებული ჩარჩო რაც არის კონსტიტუციით, მისი საფუძვლებით, ჩვენი ისტორიით, დიახ, ჩვენი ქრისტიანული ტრადიციით. ის კი არნიშნავს, რომ სახელმწიფო რელიგია უნდა იყოს, მაგრამ ხო, ეს ამ ტრადიციაზე აშენებული ქვეყანაა და ამ ქვეყნის მოქალაქე, ამის ნაწილი უნდა იყოს, ამ ჩარჩოში უნდა იყოს. გამარჯობა გიგა. კაცადი წყლისთანება, როგორ ხარ? კარგად, მადლობა. როგორ უყურებდი? ყველაფერს გათვალისწინებ და არ აუშავს. სწორი პასუხი. კი, ყველაფერი გასათვალისწინებელი. როგორ უყურებდი ირანში დაკრძალვის ცერემონიალს, რომელიც ჩვენი საუბრის ფონია კიდე მთავრდა ეს პროცესი, მაგრამ რიგი ხალხი მე მგონი ჯერაც იქ არის ვიდეოებს ავრცელებენ თეირანიდან. ხო, ანუ ზოგადად შემზარავია ხო ის ატმოსფერო, რაც ირანში ხდება. შემზარავია იქ ცხოვრები ადამიანებისთვის, ანუ მე ვნახე მე ხო ამ ჩვენი ივანიშვილის რეჟიმის და პროპაგანდისტების მე ვნახე რამდენი ხალხია გამოსული. ხო ვიღაცამ შეიძლება გაიხსენოს, რომ აი სტალინის დაკრძალვა არ არის ზუსტი პარალელი ბევრ თვალსაჩინო, მაგრამ აი ჯოჯოხეთი რაც ირანში არსებობს პირველ რიგში მათი მოქალაქე ირანელებისთვის, რაც თვითონ ყვებია, რაც ვიცით, ხო? და მე აი ამ ბოროტების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის დაკრძალვაზე რაც ხდება, ხო, პირველ რიგში ამ შემზარავ ანუ საფრთხის განცდას ტოვებს პირველ რიგში. ჩემი აზრით ყველა ინფორმირებული, საშუალოდ ინფორმირებული ჩემნაირი და საღი აზრის მქონე, საშუალო საღი აზრის მქონე ჩემნაირი ადამიანისთვის, იმიტომ რომ ახლოს არის ეს ბოროტების კერა ჩვენგან. სულ რამდენიმე თვის წინ ვუყურებდით თეირანიდან კადრებს დახოცილი ადამიანების სისხლში ჩახშობილი გამოსვლების და ასე შემდეგ, ხო? აი შეიძლება ვინმე მიფიქროს, რომ ეს ტალღა გადავლილია სწორედ იმიტომ, რომ ქუჩებში ისევ ათასობით ადამიანი იყო და დასტიროდა უზენაეს ლიდერს, რომელსაც ირანის ხელისუფლება ხატავს როგორც სიმართლისთვის წამებულს, თავგანწირულს და ასე შემდეგ, ხო? მე როგორც ისევ ყველა ჩემი აზრით ნორმალურ ადამიანს იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ არის, ანუ თქო უნდა ყველას უნდა მსხვერპლი აღარ იყოს ეგეთ სასტიკ რეჟიმის პირობებში გამოსვლების მსხვერპლს ნიშნავს, მაგრამ ის რომ წინამდებობა გატეხილი არის, მე არ ვარ ექსპერტი, არ მაქვს ამბიცია, რომ მაქვს ცოდნა რა ძმა, მაგრამ ვეყნობი ღია წყაროებზე იმ ავტორებს, ვინც მიმაჩნია, რომ კომპეტენტური არის და მგონია, რომ ეს ბრაზი იქაც არსად არ წასულა. და რა თქმა უნდა, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ხო, როცა ამ ტიპის ტირანიასთან გვაქვს საქმე, ხო, ბევრ ხალხს შეკრიბავენ. და ისაც იარსებს რაღაც ნაწილი, то გავიხსენე ხა ისევ ბევრად უფრო მაღალ ხარისხში მასშტაბის თვალსაზრისით დასული კიდე ერთი ისტორიული ბოროტება ხო სტალინი და საბჭოთა რუსული კომუნისტური იმპერია და მათ ტირანია და ის უბედურება რაც იქ ხდებოდა ხო მან უბრალოდ ჩემი როგორც მოქალაქის ზოგადად და საქართველოს ქართველის და საქართველოს მოქალაქის პირველ რიგში იმედია რომ ხო ეს უზარმაზარი ცივილიზაციის მქონე ქვეყანა ჩვენი მეზობელი და დიდი მოთამაშე რაღაც მომენტში ჩვენ ცხოვრებაში იქნება ჩვენი ნამდვილი მოკავშირე და გარდა იქნება არა საფრთხე მთელი მსოფლიოსთვის და ჩვენთვის პირველ რიგში და საკუთარი მოქალაქეებისთვის რაც უკვე ვახსენე არამედ პირიქით ფაქტორად ზოგადი გარღვევისთვის რეგიონში
თავისუფლებისთვის და ჩვენნაირი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის მათ შორის. ხო, ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ ამ დღეებში იცი რომ ჩვენ ბევრს წერთ ირანზე, შემომხვდა ბევრი ესეთი კომენტარი, რომ ნუ არც ისეთი ბოროტება ირანი და იქ თვითონ ხალხმა დაიტირა მათი ლიდერი და თქვენ რატო წუხართ იმაზე, რომ ვიღაცა წავიდა, ხო? ანუ თუ ხალხს უყვარს ის და მე მგონი ეგ არის მნიშვნელოვანი, რომ არ დაგვავიწყდეს, რომ ირანი უზარმაზარი ქვეყანაა, სადაც ვიღაცა შეიძლება მართლაც უყვარს, მაგრამ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი არის რეპრესირებული, ხმაჩახშობილი, დაპატიმრებული, დასჯილი და ასე შემდეგ. სიყვარული ტირანიის პირობებში თუ სხვა რაღაცაა, იმიტომ გავიხსენებთ ხო, ჩვენი ოკუპაცია და სტალინი, ხო? ეგ ივანიშვილის რეჟიმის გზავნილია. გზავნილი და კიდე ზომიერია, უფრო ხრმა სიღრმე აქვს, ხო, პირდაპირ განდიდების რაც ნანახი გვაქვს. მან მგონია რომ ჩემ ამოცანა ვინც ამაში უზარმაზარ საფრთხეს არის რომ მაინც მეტი ფოკუსი გქონდეს აი როგორც არ უნდა აფასებდნენ ეს ადამიანები რომ იცი აი უყვართ ხალხს და ძლიერია და აბა თქვენ რა გინათ რატო წუხართ იმათზე არა ჩვენ წუხართ როგორც ყველა ნორმალური ადამიანი ყველა ადამიანის თავისუფლება ძვირფასია მაგრამ ჩვენი ქვეყანა არის ჩვენი ქვეყანა და ჩვენ წუხართ საქართველოს და ამიტომ ეს კითხვა რიტორიკულად კიდევ ერთხელ გავიმეორო აი ნებისმიერ თუნდაც აი ამ პროპაგანდის მიერ ცოტა გზაბნილ ადამიანსაც უნდა დაუსვა და ბევრჯერ როგორც არ უნდა იყოს შეფასება უყვართ ისეთი ცუდია ის ხმით ცუდები არიან და რა თქმა უნდა ეგ ტრადიციული ანტისემიტიზმი შემოდის ფხისიერად ხედავთ ხო ამას რომელიც რუსული პროპაგანდით მე არის ნაკვები ჩვენთან სხვა რაღაცებითაც მაგრამ პირველ რიგში რუსული მაგრამ ეგრევე უნდა გითხო რომ კი მაგრამ როგორც არ უნდა იყოს მით უმეტეს ძლიერია და უყვართ რა ჩვენ ქვეყნის შიგნით რატო უნდა მივიცეთ იარაღი რომ ან გვიკარნახონ რამე ან საფრთხის ქვეშ ვიყოს თუ როცა ჩათვლიან საჭიროდ აქ აგვიფეთქონ ვითარება აქ მათი ელჩი ლამის შიდა პოლიტიკურ კომენტატორად გვექცა რაც დიპლომატიური თვალსაზრისით სრულიად რბილად ვთქვათ არასტანდარტულია ხო ვინ არის ეს ესეთი ელჩი ყოლია ირანის არა მე არ მახსენდება არასოდეს მაგრამ ეს აზრი რომ დავამთავრო ანუ რატო ვაძლევთ ამ ხალხს უცხო ქვეყანას ამ იდეოლოგიას რომელსაც მე ვაფასებ როგორც ბოროტების კულტს და თუ ვინმე არ მეთანხმება კი ბატონო არ დამეთანხმოს ასეთ შეფასებაში მე მგონი არის ერთადერთი შეფასება მაგრამ ყველა ვარიანტში რატო თუ ეს მეგრულია აქ ქსელს რო გვიკეთებს და აქ თუ ამას იყენებს რეკრუტირებისთვის დაზვერვის და მით უმეტეს ტერაქტების თავდასხმების და შიგნით გავლენისთვის მე გვიმუქრება რომ თუნდაც მოიქცევით შიგნით აგიფეთქდებათ ვითარებაო ეს რომელ საღამოზე რომ მე შეიძლება მიაჩნდეს როგორი ფასობებიც არ მქონდეს ჩემგან განსხვავებული საქართველოსთვის ნორმალურ კურსად მე ისე ხო შეიძლება გითხები ხო რაც შეიძლება იმ კითხვას არ გამიქცეს არა მე არ მახსენდება არაფერი მიახლოვებულიც კი როგორიც ეს ელჩია ხო მიახლოვ მე მქონია თავმობიზო ჩვენ მქონდა კრიზისი თავის დროზე როცა მოხდა დაკავება ირანის მოქალაქისა რომელიც მსხვილი უკანონო იარაღით მოვაჭრე იყო და ჩვენ ტერიტორიაზე 9 წელს გასაჯაროდა უფრო ადრე მოხდა თუ არ ვწდები 6-7 შვიდში არ მინდა შემეშალოს უფრო ადრე ხო ანუ ძველი ამბავია ძველი მაგრამ სერიოზული კრიზისი იყო მაშინ სოციალური მედია ესე გამთავრებული არ იყო თორე ბევრი ადამიანს ეცოდება მაშინ განცხადებები რომელიც ირანის ხელისუფლებამ გააკეთა იყო ძალიან სახიფათოდ გამოიყურა პირდაპირ მტრად გამოცხადა საქართველოს კამდეც იყო პრული რიტორიკა ძალიან ვარდების რევოლუციის მერე მაგრამ ეს იყო ყველაზე უფრო ღრმა კრიზისი მაგრამ ეს ჩემი აზრით საქართველოს პრინციპული იყო რომ საქართველოს არ უნდა იყოს ადგილი ერთია სიფრთხილე დიპლომატიური ამბავი შეიძლება მოგიწიოს ისეთ კომპრომისზე წასვლა მორალურზე ასეთ რეჟიმთან საქმე დაჭერა საგარეო პოლიტიკა უსაფრთხოება ქვეყნის სამწუხაროდ ზოგჯერ მოითხოვს ამას თუმცა ყოველთვის ფუნდამენტურ პრინციპებს უნდა გავყვე მაგრამ ისევ ამ დისკუსიაში არ შევდივარ შეიძლება მოგიწიოს კომპრომისები მაგრამ შენ ქვეყნის ტერიტორიაზე თუ ქსელს აკეთებს და იქ მოღვაწეობს ჭალებში იმ შემთხვევაში ლაპარაკი იყო აი ამ უკანონო იარაღის მსხვილი ქსელის ლიდერზე რომელიც იყო ძებნილი შეერთებული შტატების მიერ ვაჭრობაზე იყო ლაპარაკი იარაღით ვაჭრობაზე იყო მსხვილი და შეერთებული შტატების ძებნაზე იყო და აქ მოხდა დაკავება თანამშრომლობით და მოხდა გადაცემა მის შეერთებული შტატებისთვის და ეს იყო ასე ვთქვათ პირველი მაგრამ მაშინაც მე ქვეყნის შიგნით საელჩოსგან არ მახსოვს ხა შეიძლება მე შეიძლება არ ამგონია და არც მე ამის მერე მქონდა ერთხელ შეხვედრა ირანის ელჩთან რაც მე მახსოვს მაგრამ იქაც ანუ ეს რაღაცა რიტუალური ამბების გარდა მათ შორის ოპოზიციაში როცა ვიყავი მაშინაც მათი ინიციატივით ღიად რამე საიდუმლოდ კი არა მაგრამ ეს არის ახალი რამე ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე რომ გამოდიოთ ეს არის სრულიად არათუ არანორმალური ეს არის რაღაც აი გამოცხადებული აფეთქების ქრონიკასავით არის რომ აი მივდივართ ამ გზით და თან გვესმის ეს არგუმენტები გადატანა ამ დისკუსიის იმაზე რა არის სწორი ბალანსი იმის ნაცვლად რომ შიდა ამბავს და შიდა ამბავზე როცა მე დისკუსია ეგრევე ამის
ნიველირება, რომ არაფერი ჯერ არ არის და მანდაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის, რომელიც ერთ წელიწადზე მეტია ფედერალისტები ამაზე ვსაუბრობთ, როცა პირველი აისბერგის თავი დავინახეთ, განა იქამდე არ არსებობდა არაფერი, მაგრამ აი სახიფათო ფაზა. ჩვენ ამაზე პასუხობთ, რომ როგორც არ უნდა ვწდებოდეთ ყველა. აი თქვა ყველანი რაღაცა ვწდებით და ნაკლებია ბევრად. და რა, ანუ დაველოდოთ სანამ გაიზრდება. გიგა, სანამ საფრთხეზე გადავალთ, მოდი ვთქვათ კიდე ერთი რამე, აი მოარული ხმების პასუხად, რატომ არ არის ეს მხოლოდ რელიგიის ამბავი? იმიტომ რომ ჩვენ მოვისმინეთ ნინო წილოსანის განცხადება, რომ რწმენის თავისუფლებას აყენებთ ზიანსო და ამ ხალხს არ აცდით მათ რელიგიურ სიარუსლობაში მონაწილეობას, ისე რომ არ დაგმოთ ამის გამო, ხო? მეორე მხრივ, იგივე ალი ხამენეის კულტიც რაღაცნაირად სურთ, რომ რელიგიური ინფრასტრუქტურის სიმბოლიკის ნაწილი გახდეს, ხო, როგორც წმინდანი, ესე იყოს. რატო არ არის ეს რელიგიის საკითხი? და რწმენის მხოლოდ. ორი თემა, ერთი ისე, რომელშიც არ მიმაჩნია თავი კომენტატორი, მაგრამ ნახე ტაბულას ამ კვალიფიციური სტატია და ისაც ესე ვიცოდი და ესიც რომ ამხილოთ, რომ თითქოს აიათოლა არის იდენტური ფიგურა შიიტური ისლამისთვის, როგორც თქვათ რომის პაპი კათოლიკებისთვის, ასე არ არის. მაგრამ რომც ეს ასე იყოს და ამის მიუხედავად რწმენის თავისუფლების როგორც ნებისმიერი ამ ტიპის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, პოლიტიკური თავისუფლება ვერ და არ გამოდგება ფარად თუ ამ რწმენის შინაარსი, ან როგორც ის არის ინტერპრეტირებული, ან რის ქადაგებას სახდენს, არის ფუნდამენტურ წინააღმდეგობაში თავისუფალ საზოგადოებასთან, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან, ადამიანების თავისუფლებასთან და ამ შემთხვევაში პირდაპირ ტერორიზმთან, ან აგრესიულ მიუღებლობასთან, ჩვენი სამოქალაქო მშვიდობის, ჩვენი კონსტიტუციის საფუძვლების თავისუფალი სამყაროს და საქართველოს როგორც გვინდა რომ იყოს. და ეს რო ასე არის, ამაზე შეგვიძლია ვიმჟელოთ ვიდან ირანში რა ხდება. თუ ვერ ხედავთ საფრთხეს იმაში, როგორი არის ადამიანების თავისუფლების მდგომარეობა ირანის შიგნით, ხო, ხა, მაშინ რთულია საერთოდ რამეზე იკამათ, ხო, ხა, ჩვენ მოვისმენთ, ხო, ივანიშვილის პროპაგანდის გარო, თურმე მაგრა ვითარდება ირანი და ეს კაი მაგალითი არის. მაგრამ ეხა ეგ გაუჭირდება ხო ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს, როგორი შეხედულებაც არ უნდა ქონდეს, აი ძალიან ჭალებში კონსერვატიულიც რო იყოს, ხო, და მე თავი ლიბერალ კონსერვატორად მიმაჩნია, მაგრამ მნიშვნელობა რა ამ ტერმინებს როგორ დავარქვით, ხო, რომ თulis რო აი საზოგადოებრივი ზნეობა მნიშვნელოვანია, მეცნიერული მნიშვნელოვანია, მაგრამ ქალების ჩაქოლვა სიმღერისთვის დასჯა, ხო, ეს ცნობილი შემთხვევაა, ხო, სოლო სიმღერა რო ეგრძალებათ, ხალხი. უბრალოდ ეს მაგალითი მომყავს, ხო, მკვლელობებთან ვიღაც შეგვთქვას, რომ ხალხს ხოცავენ, მაგრამ უბრალოდ ხალხის დახოცვასთან ეგეც მნიშვნელოვანი ჩაქოლვა. ეხლა ეგ როგორ არის, კაი მაგალითი. ეხლა ვიღაცამ თქვას, რომ ნებისმიერი რელიგიის დროშის ქვეშ მე ვქადაგებ იმას, რაც ფუნდამენტურად შეუთავსებელია იმასთან, როგორი ქვეყანაც ჩვენ გვინდა ვიყოთ. მათ შორის ჩემგან სრულიად განსხვავებულ ადამიანებს, აი, ჩემ არცეცას რო არ ეთანხმება, ისინიც კი რო დამეთანხმებიან. ამიტომ ეგ დაცვა ვერ იქნება. რწმენის თავისუფლება არ არის აბსოლუტური თავისუფლება. ადამიანს აქვს უფლება ის ცნობილი გამონათქვამი რო ვიყვანოთ ისტორიული ინგლისური მონარქის რო თავში ფანჯარა არ უნდა გავუკეთო, თავში რაც აქვს. ეს სრულიად მისია, მაგრამ როცა მე ქადაგებას იწყებს, აქ არსებობს ძალიან მკაფიო წითელი ხაზები. ამიტომ როდესაც ბავშვებს და ახალგაზრდებს მაგალითად მოუყვანს ვიღაცა ადამიანს, ვინც ქადაგებდა რომ 7 ოქტომბერს როცა ამოხოცეს ათასობით ისრაელის მოქალაქე და არა მარტო ებრაელებმა, ისრაელის მოქალაქე და რომელიც ახსოვ ჩვენ მკოცნით იმ ხელებს, ვინც ეს მასობრივი მკვლელობა, გაუპატიურება ქალების, ბავშვების მკვლელობა, მოტაცეები, ანუ რაც უდაო არის ძევლების წაყვანა და ვაჭრობა, აი რაც უდაოა, ხო? აი ამის თქმელით თუ მაგალითად მოყავს ბავშვებისთვის, ჩვენ ყველა საქართველოს მოქალაქე განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისგან, განურჩევლად ჩვენი შეფასებისგან იმისი როგორი უნდა იყოს ზოგადად როლი ნებისმიერი რწმენის და ჩვენ შემთხვევაში მართლმადიდებლური ქრისტიანული რწმენის, რომ ეს დივიზია არის, ხო და ახაც ახსენებია რომ ხალხი ვინც სხვა საკითხებზე თავს იდებს, ხო რწმენის დამცველება და ამ იარაღს იყენებს თავისუფლების იდეის წინააღმდეგ, ამაზე არ აქტიურობენ. ვერ ნახავთ ამას. აი ერთობლივი საწარმო რო აქვთ რუსეთის და ჩვენი სუსის და ამ რეჟიმის რა ალტინფოები და ისინი. არა. ეს თემა არ არის მათთვის. და რატო ხელისუფლებისგან არ აქვთ კურთხევა ამაზე თუ ნებართვა? თვითონ, იმიტომ რომ ისინი თვითონ ვერ ხვდებიან რუსული სამყაროსი არიან და ირანი რუსეთის მოკავშირეა. მე ვგულისხმობ ლიდერებს, ახლა იქ ადამიანები არიან, ვინც ამ ნიაღვარის მიერ გზაბნეულია და ჩვენი ამოცანა პრაგმატულადაც და მორალურადაც არის და ყველა ადამიანს მივახციოთ, რომ ეს ტყუილი რაღაცა ამ ამბავს, ამ შემოგდებულ ამბავს რომ სადღაც არის ათასობით ბედუინი თურმე, რომელიც შემოვა საქართველოში, როდესღაც ეს რაც ეს არ ვიცი ისე ოკუპანტის ტერმინი მეხმარა ტუფთა ამბავი და დამყარებული სწორედ რაღაცა ამ რაღაცა ისტორიულ ტკივილებზე და სწორედ რელიგიურ არამოსაწონ
მიუღებლობაზე ავტომატურზე, ეგ არის საფრთხე თურმე რაღაცა ქალაქები აშენდებოდა ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ მოქალაქეებს შორის 10% იქნება 8, 7 თუ 6 ამ იდეოლოგიის, ხო, თუ 2 ამ იდეოლოგიის ხორცელება, რომელიც ჩვენ ვიცით როგორ გამოიყენება ირანის მიერ და ეხლა ეგ არ მიხსენები აქ ბევრჯერ ვახსენე, ხო, სადაც გავლენა მოიპოვეს, ყველგან სისხლი, უბედურება, არეულობა, ომი და არა ომი ისრაელთან, იმიტომ ეგ უყვართ ხოლმე მე ისრაელს გადა. შიგნით საკუთარ მუსლიმებთან, ან სირიაში რაც ხდებოდა, ტერაქტები სამოქალაქო და ამაზე ხმას არიღებენ. აქ არის ეს ყველაფერს ხედავენ და ამიტომ ყველა ადამიანმა და იმ მოქალაქეებს აი მოტყუებული იყო და ამიტომ უსმენდა რომ კი მაგრამ ესენი მოგონი პატრიოტები არიან, რწმენა უნდა დავიცვათ და ხო, რწმენა უნდა დაიცვა, სადაც იარაღით მოდიან და ძალადობით, იქ ძალადობით, სადაც არა, იქ სიტყვით და ეს ხალხი აი უმცირესობებში და განსაკუთრებით სექსუალური უმცირესობებია, ხო, მათი სამიზნე ამაზრზენი ძალადობით. იქ არიან გამბედავებისა, თბილისის ზღვაზე მივარდებიან. ეს თემა არა. იმიტომ რომ ეს არის რუსული სამყარო, იმიტომ რომ რაღაცაში თანამოაზრეები არიან და რუსეთი იყენებს ირანს და ირანი რუსეთს, ხო, მათ შორის ომში უკრაინის წინააღმდეგ ათასობით ადამიანის მკვლელობაში. ეს რუსეთი არის კერა მის მოკავშირეებთან ერთად თავისუფალი სამყაროს დანგრევის ამ სტრატეგიისა. და ამ სტრატეგიის ნაწილია საქართველოს განადგურება, საქართველოს სახელმწიფოების ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში. იმ ხელისუფლებისაც კი რომელიც მის საქმეს აკეთებს, იმიტომ რომ ის უადვილებს მათ ამ ამოცანას, როგორც არის დღევანდელი ივანიშვილის რეჟიმი. მოდი დავარქვათ სახელი, რაზე ვლაპარაკობთ, ხო? იმიტომ რომ ალბათ არსებობს ამ საზოგადოებაში ხალხი და ამიტომ გთხოვეთ მოსვლაც, რომ ვინც ჯერ კიდე არ იცის კარგად რა საფრთხეზე ვლაპარაკობთ, ხო? შეიძლება იყვნენ ადამიანები, ვინც ესე სიღრმისეულად არ იციან, რატო წუხს ამ ქვეყანაში ხალხი ირანის მზარდ გავლენებზე, ხო? აი რას გულისხმობთ, როცა ამას ვამბობთ? ერთ-ერთი არის ეს სურათი, რაც ბევრი თვეა უკვე ვხედავთ სხვადასხვა სივრცეებში, აიათოლას სურათები ბავშვების მაისურებზე, მეჩეთებში, მსვლელობებში და ასე შემდეგ, რაც მის კულტზე მიანიშნებს. და არა მარტო მის იქ არიან სხვების სურათები. იქ არიან სხვების ტერორისტები და პირდაპირ ჰასან ნასრალა, სულეიმანი, სხვებიც არიან, მაგრამ ეს ყველაზე უფრო ხშირად მე ხო, მაგრამ ნუ ალი ხამენეი მაინც ლიდერია აქ. ხო, აი დაახლოებით იმ მასშტაბით არის წარმოდგენილი ქართულ მეჩეთებსა და სასულიერო რიტუალებში, როგორც არის ქრისტე ალბათ. ან რომის პაპი მე მგონი არ არის მაინც და მაინც სწორი შედარება. ხო, შეიძლება. ხო, აი სრულიად დომინანტური სურათია ამ სივრცეებში, ხო? მაგრამ ამის გარდა არის სხვა ინსტიტუციები, რომელიც აქვთ. ხო, აი რატო არის ეს ყველაფერი საგანგაშო? ხო, ამ სანამ პრაქტიკულ ემოზე გამოვვალთ, მე ცოტა დამაკვდა შენ წინა კითხვაზე პასუხი რელიგიის თავისუფლებასთან და ეს ამ საკითხთან კავშირში არის, ხო? იმიტომ რომ ისე რომ მოიხშველი ოპონენტების აზრი, რომ ვინმე თუ ფიქრობს, რომ რამ გააბრაზა მათი რელიგიური ლიდერია, სადღაც მე გავიცი პასუხი ეს ასე არ არის ავტომატურად, მაგრამ და უბრალოდ ნუ კიდევ იმიტომ რომ ამ რელიგიური ლიდერია და ეხა დაიღუპა და ასე შემდეგ და იმ ხალხმა არც იცის არც მიყვება ეგ არგუმენტიც მოვისმენე რაც ასე არა სერიოზულია რომ დაშობა საკეთებ რომ არ მიყვება მაგრამ ყველა ვარიანტში ეს უნდა დავუსვათ ანუ კითხვა ჩვენ თავს რა ფასეულობას ასწავლიან ჩვენთან მოქალაქეებს ანუ რა არის ის გზავნილი თუ ეს არის ლიდერი თუ ჰასან ნასრალა და ეს ხალხი ვინც ქალების გაუპატიურებას და მასობრივობას მიიჩნევს მადლად და სიკეთით და თავისუფალ სამყაროს ამ შემთხვევაში ხო რელიგიური ის შემოდის ოღონდ ძალიან ცუდად ხო რომ იმ სამყაროს იუდო-ქრისტიანულ ცივილიზაციას მიიჩნევს ბოროტებად თავისუფლებას ამას თუ ასწავლი ბავშვებს ეს კითხვა უნდა დავუსვათ აქ საფრთხე იზრდება თუ არა რომ ეს შენი მოქალაქე იგივე შეხედულებების იქნება და მე ამ შეხედულებებს გამრავლებს ვინც ამ შეხედულებებს არ დაეთანხმება იმას ამოიღებს სამიზნედ ჯერ თავის თემში და მათ შორის ძალადობით და ჩვენ ვიცით ხო რომ ანუ იქ სადაც ისე ამას მე ივანიშვილის პროპაგანდა პირიქით იყენებს ხოლმე თავისუფლების წინააღმდეგ და არასწორად, მაგრამ ამ შემთხვევაში რელევანტური მაგალითია ხო რომ რაღაცა ვინც არ მოეწონება ამ თემში სამიზნე ხდება ტერორისტული შედეგად დაცვით უწევს. ეროვნულ თავისუფალ სამყაროში ეს პრობლემა მას გადასაწყვეტია და ჩვენ აგვინა შევქმნათ ადამიანების ჯგუფი, თუნდაც უმცირესობა იყოს იმ თემში და მე მგონი ეს ასეც არის და იქნება, რომლებიც ამ ფასეულობით იქნება თუ ჰამენეი არის მაგალითი, თუ ნასრალა რომელიც იძახდა რომ თქვენ ამ შემთხვევაში მიმართავდა ისრაელს, მაგრამ ზოგადი მიდგომა სიცოცხლე გიყვართ ეს აღმოჩენა და ჩვენ სიკვდილი გიყვარს, რომ სიკვდილის კულტი. თუ სულეიმანი და ეს ხალხი არიან მაგალითი. ალბათობა იზრდება თუ არა, მინიმალისტურად ვიძახი, რომ ასეთი მოქალაქეების რაოდენობა გაგეზარდოს, ვინც ასევე ფიქრობს და მე ასე იქცევა. რა თქმა უნდა იზრდება. ხო? ანუ
ყველაფერი დანარჩენს თავი სტრუქტურულ ამბებს და მე რაც თქვენ პუბლიკაციებში და რაცონის სიტუაციაში გაშლილია დეტალურად და აქ ეხა დრო არ ხო, არა, აი მარტო გარეგნულ სურათზე რო ვილაპარაკოთ, ხო? მე მახსოვს რომ იმიტომ ჩემს სახელს უკავშირდება და ამიტომ აქტუალურია ხო რომ იეჰოვას მოწმეები ხო იყო ყველაზე დიდი საკითხი 90-ში. ეხლა აღარ ახსოვს პრაქტიკულად, იმიტომ რომ მოიხსნეს პრობლემა ამ ძალადობის და წვენის თავისუფლება გულისხმობს ისეთი ჯგუფების არსებობას, რომელიც ჩვენი კულტურისთვის, ტრადიციისთვის ბევრ რამეში უცხო არის, ხო? იეჰოვას მოწმეები თუ გავიხსენო, სამიზნე იყვნენ ამდენი ხანი, ხო? და ეს აღელობდა ხალხს, რომ აი ფასეულობით ისინი არ ზეიმობენ რელიგიურ დღესასწაულებს და არც არა რელიგიურს სხვა უამრავი განსხვავებაა და ეს განსხვავებები ამ ჯგუფს და სხვა ამ ტიპის ჯგუფებს აქვთ დასავლურ საზოგადოებაში იქაც უმცირესობა არიან. და უღუნთ, აქ განსხვავებაზე გელაპარაკი. აქ ლაპარაკი არის შეუთავსებლობაც არ ქვია ამას. პირდაპირ გამოცხადებულ ომის ქრონიკასთან ამიდების ავტორების იმასთან, რაც ჩვენი რელიგიური, ტრადიციული, ქართული, დასავლური, ევროპული, ნორმალური ტრადიციებია ყველაფერთან. და ეს თურმე არ უნდა გვაღელვდეს. ეს გამოვლინება ამ რელიგიის არის დეკლარირებულად შეუთავსებელი ნებისმიერი შეხედულების საქართველოს მოქალაქის ხედვასთან საქართველოს მომავალზე. რელიგიურად, პოლიტიკურად, სამოქალაქო თვალსაზრისით და ამიტომ ეგ უნდა უთხრათ ყველა ადამიანს, ხო, რომ ამ თქვი და მეორდები ჩვენ პოლიტიკური გზავნილს, მაგრამ მართლა ეგრე მგონია, რომ ეს ამხელა სხვა უამრავ პრობლემასთან ერთად პრობლემის და ნაღმის განეიტრალება ივანიშვილის რეჟიმის ჩამოცილების გარეშე ხელისუფლებიდან ვერ მოხდება, მაგრამ სანამ სამწუხაროდ ძალაუფლება აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრმა ადამიანმა ეს გაიგოს, იმიტომ რომ ასეთი რეჟიმებიც კი ავტორიტარული და ნებისმიერი საზოგადოებრივი აზრზე მაინც დამოკიდებული არიან რაღაც დოზით და შემაკავებელი ეფექტი იქნება ფრთების გაშლას ამ ამბის. აი შეიკავებენ თავს მე მითხეს რომ იქ რაღაცა შეიძლება არ არის სწორი ინფორმაცია ინსტრუქცია გაცეს რომ რაღაც ერთ-ერთ ცხოველობაზე არ გამოფინოთ ფოტოებიო. ფონიჭალაში იყო ეს თვალში საცემი. ხო, ანუ ეს მახსოვდა და მე ეჭვმაქ რომ ეს მოხდა ჩვენი უსაფრთხოების იმიტომ რომ უჩენს კომუნიკაციაში არის. ეს უბრალოდ ხო ვარაუდი არის. ან პოლიტიკურად უცხეს ან პრინციპში ადგილზევე იყო თვალსაჩინო არიანკი. და ეგ რამე წარმატებად კი არ მინდა მივიჩნიო. აი ცოტა დაკვირვებული თვალისთვის ძალიან ის იყო ადვილად მისახვედრი მათი კოორდინაცია. მე ამის რაღაცა წარმატებად რა არის მივახციეთ რომ იქ სადღაც არ გამოფინეს ეგ კომიკურია ასე რომ შევხედოთ. ოღონდ ეგ მაგალითია იმის რომ საკუთარ მნიშვნელობა აქვს და ამ აზრს და უარესი შეიძლება მოხდეს. ანუ აქ ამ შემთხვევაში დროს და ტემპს აქვს მნიშვნელობა. და ეს ახსენებს კიდევ როგორ მნიშვნელოვანია რომ ხელისუფლების ცვლილება მოხდეს საქართველოში, ჩვენთვის, საქართველოსთვის, ყველა მოქალაქისთვის. მაგრამ სანამ არიან, უნდა შევანელოთ ეს პროცესი და შევანელოთ იმისთვის, რომ მეორე კიდევ ერთხელ პირველ რიგში ჩვენი ქართული აზერბაიჯანელების თემში არ მივიდეს სიტუაცია იქამდე, რომ კიდევ უფრო სახიფათო იყოს. შიგნით ამ ტენდენციისთვის წინამდებობის გაწევა და მე მთელი ქვეყნისთვის. თუმცა აქვე ვიძახი, რომ მე ვადასტურებ იმას ჩემი ინფორმაციითაც და ისედაც რაც მესმის, რომ ხო, ჩვენ და საბედნიეროდ, ჩვენ ქართულ აზერბაიჯანელებში ეს უმცირესობაა ნამდვილად. და მეორე საკითხია ხო, რომ ჩვენ მეზობელი ქვეყანაა აზერბაიჯანი, სადაც შიიტური უმრავლესობა აბსოლუტური და სადაც სამწუხაროდ ჩვენი როგორც ქვეყნის და პოლიტიკური კლასის არა მარტო ამ ამოვნებლებს არ გულისხმობ, ამაზე საუბარი ზედმეტი ისედაც წარუმატებლობის გამო იდენტობის, პოლიტიკური იდენტობის საკითხი არ არის გადატეხილი, ხო? შეიძლება არის მოქალაქე, ვინც იდენტიფიცირებს როგორც აზერბაიჯანის წარმოადგენელი და ეს რეჟიმი ესეც უდგება ხოლმე, ეუბნება რომ რა პრობლემა რო წარმოიშვება თუ გახსოვთ აი მანიშვილი იყო ლაპარაკობენ ორ მოძმე სახელმწიფოზე, ანუ და ისინი არ არის წარმოადგენენ აზერბაიჯანს და ვინც თვლის რომ აზერბაიჯანს წარმოადგენს ჩვენ ქვეყანაში, ის არ არის ეს არის საქართველოსთვის მისაღები პოზიცია, ვინც ვისგანაც არ უნდა იყოს. მაგრამ გვაქვს პრობლემა, მაგრამ ამ შემთხვევაში ირიბად აზრი ვერ დავამთავრე ბოდიში. რაღაც ამბავში გვეხმარება რომ იქ ძალიან მკაცრად ხდება ამის არ დაშვება. იმიტომ რომ ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის ხელისუფლება თვლის ლოგიკურად მათთვის სხვა საკითხია. ისინი სხვა გზაზე დგანან, როგორი ქვეყანა უნდა იყვნენ ამ დისკუსიაში არჩევდივარ და ძალიან კაცრი მეთოდებით ამას არ უშვებენ და ეს ამ შემთხვევაში გვეხმარება. ეს რო ასე არ იყოს, საფრთხე 1-10-ად გაიზრდებოდა ამ თვალსაზრისით. ხო, მე იმის თქმა მინდოდა, რომ ჩემთვის ეგ აღმოჩენა იყო და ცოტა შემაძბუნებელი, ბავშვები მეკითხებოდნენ, ვიყავი თუ არა ქართველი. რომელ ბავშვებსაც ოღონდ უფროსები აფრთხილებდნენ რომ ჟურნალისტია და დიდად დიდხანს არ ელაპარაკოა და რომ ვიკითხებოდი რომ კი ქართველი ვარ, მაგრამ თქვენ ხო ქართველები ხართ, პასუხობდა რომ არა, აზერი ვარ, ანუ აზერბაიჯანელიც არა, აზერი ვარ.
და მე ვეკითხებოდი რომ როგორ ხარ ეს არის ხო აქ დაიბადე კი აქ დავიბადე ანუ აქ ცხოვრობ სკოლაში აქ დადიხარ საქართველოს მოქალაქე ხარ და აი ძალიან ისე ჯიუტად მოვიდა რომ არა აზერი ვარ ანუ როგორ ჩანს მთელი ეს სკოლა საზოგადოება ვერ მუშაობს იმაზე რომ სრულფასოვან საქართველოს მოქალაქეებად აღიქვან ბავშვებმა თავი იმიტომ რომ ესენი იყვნენ სკოლის მოსწავლეები ანუ ის არ იყო რომ აი 3 წლის ბავშვები რომელსაც სახში ესმის სკოლამაც კი ვერ უზრუნველყო არა უბრალოდ ეგო მოქალაქის შეგრძნება ქონდა მე ამ სკოლა მან ოჯახი და გარემოა სკოლაზე უფრო მნიშვნელოვანი ჩემს მე მოდის სკოლას მნიშვნელოვანია ხო არსებობს კი ეგ ჩვენი მინუსიც არის უდაოდ მე არც ერთი უკიდურესობის მომხრეა პოლიტიკური კლასის და მთელი ამ წლების განმავლობაში დატოვის მაგრამ მეორე უკიდურესობა ამ ჩვენი ჩავარდნების გამო ამის ნიველირება რომ არა უშავს ვიღაც ხვიდან ხო ეგ ჩვენი პასუხისმგებლობა ანუ თანასწორ მოქალაქეებად განცდის შექმნა სჭირდება ამ შემთხვევაში უფლებრივი თანასწორობაც ხო თვითმმართველობა იქნება ეს თუ სხვაგან თუ არ არის პასუხისმგებლობა ადგილზე ადვილი არის რო ის იყოს, მაგრამ დამოუკებელი არის, როდესაც ჩვენივე ხელისუფლება, ანუ რეჟიმი, ეუბნება ამას, რომ ჩვენ მოძმე ერები ვართ. და მოძმე მე რო უკვე სახელმწიფოები. ანუ ეს თვითონ, ანუ შენ თქვენ ძახი, რომ შენ ხარ რაღაც ხვის წარმომადგენელი. და მე ამ შემთხვევაში ერთის მხრივ ძალიან თვითკრიტიკული არ ვიყოთ, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან სწორი გაგ ხისტი გზა უნდა მქონდეს. ყველა ვინც საქართველოში და ბავშვებს არ გულისხმობ ბავშვები და მან უნდა ვიზრუნოთ, რომ ეს შეიცვალოს. მაგრამ დასრულებზე ვლაპარაკობ. ყველა ვინც საქართველოს ნაწილად არ აღიქოს თავს არის საქართველოს არაკეთილმოსული ეს არის რეალობა და ეხა აქ დროშების ფრიალი რომ თქვენ ეხა არ მე მოვისმენე ეს კრიტიკაც ხო ჩვენი მემარცხენე ამ ხანაგებისგან და ამისგან რომ როდესაც რეგიონს ეს უქენით თქვენ აბსოლუტურად შემზე იყო ლაპარაკი წინა ხელისუფლება მაგრამ ზოგადად და მე უკვე გიკვირთ რომ ეს ესეა არა სამწუხაროდ არ მიკვირს მაგრამ ის რომ რაღაცა ვიღაცის ბრალია ჩვენი ამ შემთხვევაში თუნდაც ეგ არის რომ შეფასება შემეშლება, იმიტომ რომ მე ამის გამოყენება ხდება სწორედ თავისუფლების წრეების მხრიდან. ყველა ქვეყნის შინ და ქვეყნის გარეთ, ამიტომ მან უნდა ითქვას რომ ეგ იდენტობა რომ ადამიანი კულტურულად იყოს აზერბაიჯანელი და რელიგიურად მუსლიმი არ არის წინამდებობაში იმას რომ საქართველოს მოქალაქე იყო. მაგრამ თუ ეს არ არის ერთად სხვადასხვა შრეში, მაგრამ ერთად იმასთან რომ სახელმწიფოებრივად ის არის ქართველი და საქართველოს პატრიოტი და ასეთი ბევრი ყავს, ხო ეხა აფხაზეთის ომის გამო მოხდა დაძრა იმისი ბევრი არქეო მასალა ამოდის და ჩვენთვის ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ფედერალისტებს ეგეც მნიშვნელოვანია და იქ არის უამრავი აზერბაიჯანის სომეხი საქართველოს პატრიოტები ვინც სიცოცხლე შეწირა საქართველოს და ეს მაგალითები არსებობს კიდევ კაც და ეს მაგალითები უნდა იყოს იმ ბავშვებისთვის მოყვანილი ხო ჩვენ უნდა შევძლოთ ეს იმ კლიმატის შექმნა როგორც საზოგადოება მაგრამ აქ პასუხისმგებლობა ადგილობრივი თემსაც აქვს ესე გადანაწილება რომ იცით თქვენ რაღაც სულად მოიქეს და ამიტომ ჩვენ ესე წავთ ეგ ეგრე არ გამოვა ეგ არ არის რაც ჩვენ უნდა მივიღოთ ჩვენ რა თქმა უნდა ეს მაგალითები უნდა მოვიყვანოთ და ბევრი ჩავარდნა ქონდა პოლიტიკურ კლასს ამას არ უარყოფა არანაირად და ამ რეჟიმზე ხო საერთოდ საუბარი ზედმეტია მაგრამ ამას შეფასება უნდა მივცეთ ხოლმე ამიტომ ჩვენ გვაქვს მაგალითები ჩვენი პირველი რესპუბლიკის დროიდან მან აი ბორჩალოელი ხო ხალის და ასევე ცნობილი გვარი არ მინდა არასდროს გამოთქვათ იადიგარო ძმები ვინც იყვნენ საქართველოს პატრიოტები თავის შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობის რესპუბლიკას და მათი ძეგლი უნდა იდგეს იქ და არა საბჭოთა კომუნისტი ტრაიბალისტურ შოვინისტური რეჟიმის წარმომადგენლების თუნდაც ეთნიკური აზერბაიჯანი იქნება თუ ქართველი ხო ძეგლები არ დაუკვირვებია ნარიმანოვის ამბავია იყო იქ დაპირისპირო და ამანაც შეიძინა ეთნიკური ნიადაგი და ხო ჩვენ უნდა მოვიყვანოთ მაგალითები და ეს არის ჩვენი საზოგადოების მარტო ხელისუფლების ხელისუფლების კი არა საზოგადოების ამოცანა უგონ ჩვენ გვჭირდება ხო იქ თანამოაზრეები მოქალაქეების სახით რომლებიც თითქოს დასალური რაღაც ღირებულებების ნაწილი იყვნენ როგორც კი საქმე მივიდა ამ საკითხამდე აქ უცებ ტრაიბალისტური და არ რისკავენ საკუთარ თემში დაპირისპირებაზე წასვლას და ეს არასწორია და გიგა რატომ მოხდა ეს ახლა გულუბრყოლო კითხვას ვკითხულობ მაგრამ აი საზოგადოება რომელიც ხმალამოღებული წლების განმავლობაში ებრძოდა ძალიან პატარა ჯგუფს იაღოვას მოწმეებს მაგალითად ამაში ვერ ხედავს საფრთხეს არა ჯერთი მე იმედი მაქვს რომ ხედავს და ნელ-ნელა დაინახავს უფრო მეტი ადამიანი მაგრამ რატო ის ძალები რატო შებოდნენ მეგონა ნათელია იმიტომ ის ძალები ვინც იმ პრობლემაზე საუბრობდნენ რომ თავისუფლებას გვიხატავდნენ ანუ იმას კი არ იძახდნენ რომ რაღაცა თავისუფლების შიგნით რაღაც არჩევანი მიუღებელი არის მათთვის რაც სულად ნორმალური იქნებოდა ხო ჩემთვის მიუღებელია თუ რომელიმე რელიგიური ჯგუფი ბავშვებს დაბადების დღეზე ან ახალ წელსა არ ამთომეს ჩემთვის ეს მიუღებელი არის რელიგიაში არ ჩევდივარ ისე და ამის შეფასება საერთოდ არ არის პრობლემა მაგრამ თავისუფლებას სახავენ ხო როგორც თავარ პრობლემა
მაგრამ ეს ხალხი რეალურად იყო მოწადინებული თავისუფლების წინააღმდეგ და აქ პირიქით თანამოაზრებს ხედავენ ამ საკითხში. და რა თქმა უნდა, მეორე არის რომ გარე ფაქტორი, ხო, გარე ჩვენი მტერი, რის სახალისებას ახდენდა. მოდი მაშინ და მესამე ბოდიში ისე ობიექტური რო ვიყო. ანუ ეს არის რაღაცა იზოლირებულ ანკლავში ხედავენ ამას, ანუ ყოველდღიურ ცხოვრებას შეხება არ აქვს და სამწუხაროდ ჩვენ საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ ვიყავით და ჩვენი სახელმწიფოები არ ქონდა და ის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ექსპერიმენტი პირველი რესპუბლიკა 3 წელიწადში სისხლით ჩაახშეს და ამის შემდეგ ეს ანკლავება დაყოფილი ვიყავით, ხო, აი მართველობა და იყო ხოლმე მე რაღაც ეთნიკური ნიშნით შეტაკებები, რასაც ჩვენი მტერი ხელს უწყობდა. და ჩვენ სახელმწიფო ერის იდეის ბოლომდე გატანა ჯერ ვერ შევძელით. მან და ბევრ სხვა ადგილებში. ანუ ვარდების რევოლუცია ამ თვალსაზრისით და ის გარდატეხა რაც ამის მერე მოხდა, ჩემი აზრით იყო მნიშვნელოვანი წინგადგმული ნაბიჯი. და ვინც იცნობს ვითარებას, მან იცის, რომ ზურები მანდაც მოყვა ამას, ამ ამბავს. და ოღონდ ეს ზურები შემდეგ შეფერხდა, იმიტომ რომ ხელისუფლება შეიცვალა აქვს და სრულად საპირისპირო გზით წავედით. იმ გზით, რომელიც ამ ნაღმებს, რომელიც იქამდეც არსებობდა, მე ამას არ უარყოფ, მხოლოდ ამრავლებს გეომეტრიული პროგრესი. ანუ ესე ძალიან მარტივად რო ვთქვათ, თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში შეიძლება ხალხი ვერ ფიქრობდეს, რომ ვერ აანალიზებდეს, რომ ის რაც ხდება მარნეულსა და ფონიჭალაში ან გარდაბანსა და სხვა ადგილებში იყოს მისი პრობლემა, მისი უსაფრთხოების გამოწვევა. ეგ ნაწილი, რომ ყოველდღიურად ვერ ხედავს ამას და ნიაღვარი არის უზარმაზარი და ამ ხალხს აყურებინებენ რაღაცა რა პრობლემები არის პარიზში. ხო? და არო, და პარიზში არის პრობლემები. სხვა ხარისხში და სხვა ეტაპზე განვითარების, ანუ იმის უგულებელობა კი არ მენა, კომიკურია, ხო? პრობლემები ყველგან არის. ხო, არა, მე ამ თვალსაზრისით გულისხმობ, რომ ანუ სოციალური მშვიდობის, სამოქალაქო მშვიდობის და ისლამის ინტეგრაციის და ასე შემდეგ. სერიოზული არის ეს. და ამ ის დისკუსია, მე ვიძახი, რომ უნიშნელოა, ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ, ხო? რაც შემდეგ თვითონ ევროპის შიგნით არის ეს დისკუსია, ხო? და ჩვენ გვაქვს მაგალითად პოლონეთის, რომელიც ამ თვალსაზრისით სხვანაირად მოიქცა, სხვა სასახლო პოზიციები ქონა, ხო, ის კოლონიალური ძალა იყო ეს არა და ბევრი სხვა ფაქტორი იყო, მაგრამ არა მარტო ამის გამო, ანუ პოლის ქონა და ნაკლები აქ, ანუ ეგ მე ვიძახი, რომ პოლიტიკური კლასი განსაკუთრებით ანუ აქტიური მოქალაქეები ამით არ უნდა ინტერესდებოდნენ. ოღონდ რუსული და ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა ამაზე ახოს, მე ამაზე აგებს იმას, რომ აიქ არის ბოროტება და აქ შიგნით ეს არის წმენის თავისუფლება. თურმე აქედან რაღაცა 1 საათის გზაზე თუ არიან ჩვენი მოქალაქეები, ვინც იძახს, რომ უარყოფს იდენტობას სახელმწიფოებრივის და თან იძახის, რომ მისთვის მისაღებიანი ადამიანები, ვინცთვისაც ქალების და ბავშვების მკვლელობა არის სიკეთე. და ვიმეორებ მესამეჯერ, მაგრამ კიდევ ყველას უნდა უთხრა, ხო? უმცირესობის უფლებები, წმენის თავისუფლება, უნიშნულოვანესი ფუნდამენტური ღირებულება. ეს არის ადამიანის უფლებები, ანუ რა ცალკე კი არ არის, ნაწილია. ოღონდ წმენის თავისუფლება ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაიცავს ნებისმიერი ადამიანის ან ჯგუფის უფლებას, რომ არათუ ტერორიზმი იქადაგოს, საუბარი ზედმეტი არაც. არამედ ვერ იმასაც კი თუ იძახის, რომ მე ამ საზოგადოებაში მიღებული ჩარჩო რაც არის კონსტიტუციით, მისი საფუძვლებით, ჩვენი ისტორიით, დიახ, ჩვენი ქრისტიანული ტრადიციით. ეგ ის კი არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო რელიგია უნდა იყოს, მაგრამ ხო, ეს ამ ტრადიციაზე აშენებული ქვეყანაა და ამ ქვეყნის მოქალაქე ამის ნაწილი უნდა იყოს, ამ ჩარჩოში უნდა იყოს. და თუ არ არის, ხო, მაშინ და მე ამაზე დამყნობა ხდება ძალიან სახიფათო იდეების. მოდი მაშინ კიდე ერთ გულუბრყვილო კითხვას დავსვამ, რადგან რუსეთიც ახსენეთ, ეს შეიძლება იყოს ირანის ინტერესი საქართველოში და კონკრეტულად ეთნიკურ უმცირესობებში აღქმული როგორც მხოლოდ ირანის ინტერესი, ანუ აქ გავლენების ზრდა, თუ რუსეთის და ირანის ერთობლივი შეთანხმებული ჰარმონიული სპეცოპერაცია. სრული თანხმედრა ინტერესების მიუხედავად იმისა, რომ ანატომია როგორი არის ოპერაციის, მე არ ვიცი, არ მაქვს ცდომა და არ მაქვს რამე საფუძველი პირდაპირ ვიმსჯელო ამაზე, მაგრამ არის ხოლმე ვითარებები, ივანიშვილის რეჟიმის არ იყოს, როდესაც არ არის საჭირო მტკიცებულებები რაღაცა ვერტიკალური კავშირის, რაც ირანის ხელისუფლების პირობებში გვაქვს, ხო, ვერტიკალური კავშირის. არამედ ხედავთ, რომ სრული თანხმედრა არის ინტერესების და ვიცით ბევრი სხვა ადგილი, სადაც რუსეთი ხელს უწყობდა ნებისმიერ რამეს, რაც იქაურ საზოგადოებას დეზინტეგრაციას მოიტანდა და უბედურებას და შიდა დაპირისპირებას და პოტენციურად აქეთკენ წაიყვანდა დეზორიენტაციისკენ ნაწილის საზოგადოების ყველგან და თუ ლაპარაკობთ პოლიტიკურ ისლამზე და ისლამის ფუნდამენტალიზმზე, აქ გვაქვს პირდაპირ მტკიცებულები სხვა ქვეყნებიდან როგორ უწყობდნენ ხელს, ვიცით ხო, რომ აი ISIL-ის, ანუ ამ შემთხვევაში
მეორე ისლამურ ბანაკში მეორე ფთის შიგნით ტერორისტული წარმონაქმნის პირობებში, როგორ უწყობდნენ ხელს ისინი, მათ შორის მისი ტერიტორიიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან, საქართველოსთან აქედან ტრანსფერს. რომ იქ დასავლური დემონების წინააღმდეგ მათ ებრძოლათ, პირდაპირ ინტერესებულებებია დაფინანსების. მე სხვა მაგალითი მოვიყვანო. აქ არ ვიცი, არ მაქვს პირდაპირ კავშირთან დაკავშირებით ინფორმაცია, არ შეიძლება არსებობდეს, მაგრამ რომც არ არსებობდეს, ეს არის მათი ფუნდამენტური ინტერესი. რომ ყველაფერი რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობას და დამოუკიდებლობას დაასუსტებს. ყველაფერი რაც ევროატლანტიკურ ანუ დასავლურ ჩარჩოს მოარღვევს საზოგადოების შიგნით და წარმოდგენებში არის მათთვის სასარგებლო. ანუ უნდა აგვირიონ ესეც ხა ძალიან გაცვლილა მაგალითად, მაგრამ ორველიანური ხო, უნდა აგირიონ ყველა ორიენტირი. ანუ იქ სადაც მტერი უნდა დაინახო, იქ სადაც პოტენციური მოყარიან პარტნიორია, სასტერია იქ უნდა დაინახო თანამოაზრე. მე ვნახე ეგეთ კომენტარებს. ძალიან კარგია, ჩვენთანაც საჭიროა როზგები, რომ ეს გახსნილება ჩვენთან რო არის ეგეთი. ანუ ჩვენი ვითომ ფსევდოქრისტიანი ფუნდამენტალისტების ხო? ხო, სადაც მტერია იქ მოყარა უნდა დაინახო, უნდა იღელვო იმაზე, რომ რაღაცა დაგვიფხრობენ უმცირესობები და სადღაც შორიდან მოდიან ემირატებიდან ყველაზე უფრო დაალაგებული მუსლიმური უმრავლესობის ქვეყნისგან, წარმატების მაგალითი, ხო? ლაპარაკობთ შეუთაზლოზე. ეს წარმატების მაგალითი არის. მოკავშირეა ამერიკის და შემდეგ იქიდან თურმე წამოვლენ რაღაცა ბედუინები ცხენებით, იქ იმაზე უნდა იყო და ეს შეხება არა მარტო რეჟიმს, ეს სამწუხაროდ აქეთ ბანაკშიც იყო ჩვენ ნახეთ, ხო? არაბული ქალაქის საწინააღმდეგო კამპანიას გულისხმობ? ხო, დიახ, ხო. ბოდიში დავაზუსტე, ხო? რომელიც შემოგდებული ევენშვილის რეჟიმის მიერ ვითომ დიდი ეკონომიკური პროექტია, იმიტომ რომ გაუჭირდა და დაჭირდათ, მოიგონეს ეს, ხო? თუნდაც იმ ზიანის ფასად რომ რაღაცა ამ ფრთასთან დაზიანდნენ. და იმაზე უნდა იყო და ამაზე არაფერი. ამაზე რაც აქ არის უკვე და რეალურია, მე რომ ვწდებოდე იმ საფრთხეზე, რაც ხატავენ არის და ეხაც მორიგი კამპანია აქვს და სამწუხაროდ ნამახვან ჰესის ამბის არ იყოს, ხო? მანდ ამ ისტორიული ტკივილების არაჯანსაღად გამოყენება ხდება საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ პატრიოტიზმის დროში. ხო, მაგრამ თუ ისტორიულ ტკივილებზეა ლაპარაკი, მე მგონი ირანისგანაც არ დაკლებია ამ ქვეყანას ისტორიული ტკივილები. მაგრამ აქ არა თქო, ანუ ამ იქ ხდება გამოყენება ამის და აქ რეალობის ნიველირება არ თუ ისტორიული ტკივილების და ამაზეც უნდა ვთქვა, ისტორიული ტკივილები რამე გადასაგდები კი არა, ისტორია მნიშვნელოვანი რაღაცა არის, ხო? ოღონდ რა თქმა უნდა, თანამედროვეობას როცა ვაფასებთ, ისტორია უნდა ვიცოდეთ, მაგრამ უნდა შევაფასოთ დღეს ვინ არის საფრთხე, იმიტომ რომ ჩვენ გვეკითხებია ხოლმე ხო ვიღაცამ შევთქვას, რომ ხო ბიზანტიაც, ანუ აღმოსავლეთ რომის იმპერიაც გვიპყრობდა ხოლმე, ხო? ხო ვიღაცამ უნდა თქვას, რომ ამიტომ საბერძნეთის საფრთხეო, ხო გაგვეცინება, ხო, იმიტომ რომ დღეს ის არ არის საფრთხე, ხო? არანაირად, მაშინაც იმ საფრთხეებს შორის ყველაზე ნაკლები საფრთხე იყო, ანუ არც ერთი დამპყრობელი არ არის. კეთილმოსურნე, რომ ყველაზე ის იყოს, მაგრამ როგორც ცნობილ ერთ-ერთ ახლა ისე ანტისემიტიზმის ახსენეთ ცნობილ სიონისტ, ანუ კარგ ისრაელის პატრიოტს აქ რა თქვამი, რომ თუ უნდა ავირჩიო, ვისი კოლონიზებული იყო, ბრიტანელები მირჩევნიაო თქვა. მაგრამ ეგ არ უნდა აირჩიო, ანუ წინააღმდეგი უნდა ვიყოთ ნებისმიერი ამის ამბის. მაგრამ აბსურდულობის მაგალითად მოვიყვანე, რომ დღეს, ანუ განგრძობადი საათს არის. ანუ რუსეთთან მიმართებაში რატო ვიხსენებთ ისტორიას და უნდა ვიხსენებთ ხშირად უახლეს აგერ 20 წლის წინანდელს 100 წლის წინანდელს როცა ჩვენი პირველი რესპუბლიკა სიხში ჩაახშეს ხო სტალინ ლენინის მეთაურობით ბოროტების ამ კიდე ერთი კერის და იქამდე ერეკლე მეორის გადაგდებით და საქართველოს სიხში ჩახშობით ამ გადაგდების გამო ყველაფერი უნდა გავიხსენოთ განსაკუთრებით იმიტომ რომ ეს გრძელდება და სადაც არ გრძელდება, რა თქმა უნდა, ეგ ისტორია უნდა ვიცოდეთ, მაგრამ იმის ბოროტად გამოყენება არასწორია, ხო? ანუ ემირატები დღეს ჩვენი საფრთხე არ არის. ახლა თუ როდესმე ეს გახდება, თუ დავინახავთ, რომ ანუ გვაქვს ეს ამბავი, რა თქმა უნდა, მას ყურადღება უნდა მივაქციოთ, მაგრამ რაღაც პრიორიტიზაცია ხო უნდა გქონდეს. რა შეიძლება იყოს გარდა იმისა, რომ თავისთავად რაღაც ხასან ნასრალას და ალი ხამენეის მაისურებით ბავშვები უკვე არ არის მთლად ნორმალური ამბავი, რა შეიძლება იყოს ყველაზე ცუდი შედეგი ახლო და გრძელვადიან, ანუ მიზანი რა შეიძლება იყოს ამ გავლენების ზრდის, ხო, ტყუილად ხო არ შენდება
იქნება ეს ინფრასტრუქტურა. ორი რამე ვიცით, რომ ეს რელიგიას იყენებენ ფარად და ვიცით, რომ უკვე ეს დადასტურებული ფაქტები არის საქართველოს რამდენიმე მოქალაქე სხვადასხვა ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში ეთნიკურად აზერბაიჯანელები დააკავეს ან საერთაშორისო კრიმინალში მონაწილეობისთვის, ან ცალკეული კრიმინალისთვის, რომლის უკანაც იდგა ირანი. ეს ორი ფაქტი გვაქვს, რაც ალბათ მაინც უფრო ფრაგმენტული გამოვლინება იმ დიდი საფრთხის, რომელიც შეიძლება პოტენციურად გვემუქრებოდეს, ხო და რატომაც ვლაპარაკობთ ამდენს. აი ეს დიდი საფრთხე რა არის? ხო, ჩვენ ვიცით რა უნდა პირველ თმად რუსეთს უნდა დავიწყოთ. ნუ გარდა იმისა, რომ ტერორიზმის მხარდამჭერი ძალის კულტიც უდია, ხო? მან მივალ ჯერ რუსეთთან დავიწყებ, რომ ჩვენ ვიცით რუსეთს რა უნდა, ხო? რუსეთს უნდა რომ საქართველოს წარმატებული სახელმწიფოეობა არ დაუშვას. და არ დაუშვას, სწორედ ამ ამოცანიდან გამომდინარე, რაც აქვს ლოკალურად, ზოგადად უნდა რომ ცივი ომში რა მარცხიც იწვია, იქ დაიბრუნოს პოზიციები საბჭოთა გავლენა აღიდგინოს, ისინი ამას ვერ შეძლებენ, ისინი ხედავთ რა დღეში არიან, მაგრამ ამის გამო რომ საფრთხის ნიველირება არ მოახდინოთ, ეს უნდათ ამ ამოცანისთვის და ჩვენ საფრთხის წინაშე ვიქნებით დასუსტებული რუსების პირობებშიც კი, ეს რეალობაა, ჩვენ ნახეთ რომ საბჭოთა კავშირი თავზე რომ დაენგრათ ეს ბოროტების იმპერია, რახან ჩვენ ფორმაში არ ვიყავით, დასუსტებულვანც კი რამხელა ზიანი მოგვაყენა, გენოციდი მოგვიწყო აფხაზეთში ეთნიკური ქართველების, ხო? და ამიტომ ეს მაგას უნდა შევხედოთ პირველი და რუსეთისთვის ყველა ვითარება, ყველა ადგილი, ყველა თემი, სადაც ქართულ სახელმწიფოებისთან შეუთავსებელი გავლენა იქნება. ნებისმიერ ამ შემთხვევაში არის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შენ დაგანგრიო შიგნიდან და შეუწყოს ამას ხელი. ჯერ სანამ გადავალ აიათოლების რежიმში, ჯერ მხოლოდ რუსეთზე რო ვილაპარაკოთ. ყველაფერი რაც ამას უწყობს ხელს, არის ეგ. მეორე, ეს აიათოლების რეჟიმი მათი მოკავშირეა, ეს შეთქმულების თეორია საჯაროა ეს ყველაფერი. ნებისმიერ მომენტში, რომც ანატომია მათი ინტერესების არ იყოს იდენტური, ხო იმას რაც რელიგიური, ფანატიკური იდეა აქვს, რა წესრიგის დამყარების და ამ სივრცეს განიხილავს თავის ისტორიულ სამწყსოდ, ხო? სამწყროდ. ხო, ჩვენი ისტორიის გამო ირანში ეს გაგება არის და მან თითქოს დაპირისპირებაა, ხო, რუსულ გაგებას შორის. მაგრამ ამ ნაწილში ისინი დახვდებიან, რომ ნებისმიერი წარმატებული სახელმწიფოება მიუღებელი არის. ამიტომ რუსეთი არის პირველი სადაც ქაოსია სადაც დაპირისპირება იქნება სადაც იქნება რომ სამოქალაქო თანხმობის მაგივრად ამ ნიშნით ან რელიგიური ნიშნით ან ამ შეუთავსებლობის გამო წახალისება პირდაპირ პროვოცირება ძალადობის ინციდენტების ამ ნიადაგზე ეგრევე და ჩვენ ხო ნახეთ ხო რომ მე ყველაფერი რუსეთს არ უნდა დააბრალოთ ხო ყველაფერი რუსეთს არ უნდა დაუბრალოთ რაც ეკუთვნით უნდა დაუბრალოთ და ეს ძალიან ბევრია ხო ობიექტური პრობლემები რო არსებობს როცა ჩვენ უნდა აგვეშენებინა, კი, დაგვეწყო მშენებლობა არა მარტო დამოუკიდებლობის სახელმწიფოს, როცა ისტორიული წარმატება ჰქონდა. დავიბრუნეთ, აგვიდგინეთ დამოუკიდებლობა, ხო, პირველი ეროვნული ხელისუფლების დროს. მაგრამ მე ერის სახელმწიფოს იდეას იქ ყველა ბზარი რაც არსებობდა, გამოიყენეს, ხო? ყველგან. ეს გამოიყენეს ცხინვალში, გამოიყენეს აფხაზეთში, კი, რუსეთი იყო მხარე, მაგრამ გამოიყენეს მხარე კი არა, პირდაპირ აგრესორი, გამოიყენეს, ხო? და ესეთ კერებს სულ ეძებენ ეგენ. ყველგან. და სადაც არ არსებობს მყარი ბმა იმ სახელმწიფოს იდენტობასთან ვიმეორებ არა კულტურულ რელიგიურ იდენტობასთან რომელიც შეიძლება სხვა შეშქონეს ადამიანს ხო და ოღონდ რომ საქართველოს მოქალაქეა მე ხშირად მოყვას ხოლმე მაგალითი დისკუსია მქონდა ახალგაზრდასთან ფეხბურთი მიდის სოფლიო ზიდანი სადაური ფეხბურთელია და ვინც იცის იცის რომ ფრანგია ხო მიხოც რომ ეს არ უშლის მას ხელს რომ რაღაცა კონდეს შეიძლება იდენტობა კულტურული და რელიგიური ალჟირთან დაკავშირებული ხო უბრალოდ ის არის პატარა შიგნით ალჟირშიც პატარა ალჟირშიც უმცირესობიდან ხო მაგრამ ფრანგია და ეს იდეა რამდენად წარმატებულია ეს ექსპერიმენტი ამას დავა არის საფრანგეთში თვითონ ეს ექსპერიმენტი ხო ფრანგული რესპუბლიკის ჯამში ან ამაში არ შევდივარ ეგ არის ხო ჩვენი ამოცანა ხო არა აქვს მნიშვნელობა ეხლა ისო ფეხბურთზე გადავა ხო მე რა თაობაშიც გავიზარდე ხო ვლადიმერ გუცაევი არის გენიალური ქართველი ფეხბურთელი. არ უშლის ხალხს რომ ის ეთნიკურად ოსი იყოს და ეგ იდენტობაც ჰქონდეს. ეს არის ჩვენი სახელმწიფო ამოცანა რომ ესე გქონდეს ეს ყველაფერი მოწყობილი ქვეყანას ძლიერს. და ვინც ამას ანგრევს ის გწრობს და ამის ხელშეწყობას რუსეთი ავტომატურად გაკეთებს რომ თუ იქ ქსელი არის ისეთი რომელსაც სხვა იდენტობა აქვს ხო რელიგიის დროშის ქვეშ და მით უმეტეს ასეთი ინტერპრეტაციით რელიგიის გამოიყენებს ეს რუსეთი. ირანი მათ აქვთ ახლა ჩვენ ვიცით ხო რომ ეს არის რეჟიმი რომელიც არის მოცული ამ ფანატიური აპოკალიფტური ხედვებით ხო რომ უნდა ამ რწმენის გამო გამორჩა და ამ რეგიონს მიიჩნევს თავის ისტორიულ სამწუხაროდ და აქ ისევ არ დაშვება იმ სახელმწიფოების რომელიც ბუნებრივად კავშირშია დასავლურ ცივილიზაციასთან არის მათთვის სტრატეგიული ამოცანა ახლა რამდენი ლამაზი სიტყვაც არ უნდა გითხრას იმ მომენტში დიპლომატმა ჩვენ ვიცით რომ სტრატეგიულად ეს ხედვა აქვს ხო და ამიტომ არის მათ შორის ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი ვიმეორებ უმრავლესობის შიიტური მუსლიმური ქვეყანა ასე შეშფოთებული რეჟიმი ამ ნებისმიერ გავლენით და შემდეგი ნაბიჯი იქნება თუ
მოიპოვებ არა ისეთ გავლენას როგორც აი ლიბანში ქონათ, ანუ არ ვადარებ შეიძლება საწყისი წერტილიც არ არის იდენტური იქ, ხო? მოდი მაინც ვიკითხავ, ბოდიში შემოგეჭრები. პირდაპირ შეუულია, რომ უნდა შევამეჩნებ გასლოპარაკო. ლიბანის პირდაპირ შეუულია დაგემუქროს პოლიტიკურ ცხოვრებაში გიკარნახოს რამე. თუ შეუულია აფეთქება ადგილობრივ თემში ვითარების, თუ შეუულია ტერაქტებით მუქარა. ეს არის სერიოზული ფაქტორი, ხდება ავტომატურად პოლიტიკურ არჩევანებზე ზემოქმედების. გიგა, აი ლიბანში რა გავლენაც მოიპოვა, მაგ მასშტაბის გავლენას რამდენი წელი დაჭირდება საქართველოში? არ ვიცი კი არა, იმედი მაგ და წამს, რომ ვერასოდეს ვერ მიაღწევს, იმიტომ რომ ჩვენ საქართველოს შევცვლით ამ ვითარებას. მაგრამ თუ მეკითხებით, რომ თუ ეს გაგრძელდება, რამდენი წელი დაჭირდება, მაგაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს, მაგრამ წლეულები რამდენიმე წელი თუ კიდევ უფრო მეტი. იდენტური ვერასოდეს გახდეს, იმიტომ რომ ვიმეორებ საწყისი არა იდენტური, მაგრამ იმისთვის რომ თუ აი რა გეზიც დავინახე ჩემი ისევ აი ამ დისტანციიდან წოდნით აი ამ წლების განმავლობაში რა ტემპიც დავინახე ხო ანუ შეგვიძლია ვთქვათ რომ ერთი ამხელა მონაკვეთი მას შეიძლება მიგიყვანოს უკვე პირდაპირ ღია-კარნახამდე ოღონდ მე წამს რო ეს არ მოხდება და ისევ მინდა შეიძლება ვასწრებულად ვთქვათ რომ იცი რა აი ადრე არისო თქვენ დროს მეტყვიან ისე საინტერესოა თქვენ დროს რა იყო დავასწარ ხო ანუ მაგას ანუ ზოგადად როცა ლაპარაკობთ ირანის საერთაშორისო რეჟიმზე მით უმეტეს და ნებისმიერ სხვა ქვეყნებზე ზოგჯერ პარტნიორებზეც ანუ ცდილობა რომ შიგნით რაღაცა კონდეს გავლენა ყოველთვის არსებობს რა თქმა უნდა ეგ მე მგონი ხო არსებობს მე უნდა აგვერიოს ხოლმე ხო ყველგან შეიძლება არსებობს სადაზვერო ინტერესები მაგრამ წერი არის პარტნიორი საჭირო პრობლემები წარმოიშვას და არავის არ უნდა დაუთმო ეგ ამბავი ხო არ შეიძლება მაგრამ ირანის შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა იყოს და რა თქმა უნდა ყოველთვის ეს პოტენციური საფრთხე ყოველთვის არსებობდა და მცდელობებიც ყოველთვის არსებობდა. ესეთივე ისეთი არა, მაგის თქმა უნდა შეუდიდარებელი იყო განაცხადის თვალსაზრისით, მაგრამ თუ გავიხსენებ დაძაბულ დროსაც კი ვთქვათ, ესეთი განცხადები მუქარის და რაღაცის, ანუ ამ შიდა ამბავთან დაკავშირებით ანუ მე არ მახსენდება, ბევრს გონია რომ მე ვიყავი თანამდებობის პირობების უსაფრთხოების სფეროს კურირებდა ეს ასე არ არის. ყველა საიდუმლო იცოდი. ხო, რაღაცა, ხო, დროშებს საბჭო გონიათ რომ არის დაზვერვა. და არიცია რომ ეს იყო საკოორდინაციო ორგანო სხვა სამინისტროების, მაგრამ თავს კი არ ვიმართლებ პოლიტიკურად ასკობელებო სპეციალური ცოდნა არა მაქვს. მაგრამ საკმარისი მაქვს იმის სათქმელად რომ ვიცოდე და ერთ მაგალითი გავიხსენე კიდევაც რომ სხვადასხვა ფორმით ცდელობები ყოველთვის არსებობდა ფორმალურად აი ამ სტრუქტურების. ოღონდ და იმის გაგებად შემიძლია რატო შეიძლება იფრთხილოს ნებისმიერ ხელისუფლებამ ღია დაპირისპირებაში შესვლა ნებისმიერ რეჟიმთან, მათ შორის თუნდაც ისეთთან როგორც აიათოლების რეჟიმია. მაგრამ როცა ისინი ასე იქცევიან მაშინ უკვე გამოდის რომ შენ ანუ ამ წონასწორობაში დაგიცემენ და ჩვენ დროს სხვა წინა ხელისუფლების დროს ჩვენი დეკლარირებული ამოცანა იყო რამდენად შევასრულეთ ამაზე არ შევდივარ დისკუსიაში იყო სწორედ ეს რომ ჩვენი ამოცანა იყო რომ ადგილზე ყოფილიყო წარმატებული ყველა უმცირესობის წარმომადგენელი ვინც არის საქართველოს პატრიოტი და ვინც აიდენტიფიცირებს თავს ქართულ სახელმწიფო ერთან სხვა შორის მე ამ დღეებში ეგეც მოვისმინე ამ დღეებში რა ცოტა უფრო ფართო დროის მონაკვეთში კვირაებსა და თვეებში რომ საქართველოს არაკეთილმოსურნეებისთვის შინ და გარეთ ეს შეიძლება უბრალოდ არაკეთილმოსურნეებისგან შინ და გარეთ ეს შეიძლება ყოფილიყო სწორედაც რომ რევანში იმის გამო რომ ამ რეგიონში ფეხს იკიდებდა მეტნაკლებად აქტიური სამოქალაქო მოძრაობები ხო ანუ ადამიანებმა დაიწყეს სახელმწიფო ენის ბეჯითაც სწავლა, ინტეგრირება უმაღლეს სასწავლებლებში, აქტიური სამოქალაქო ცხოვრება, მათ შორის ბევრმა იმაზე უფრო აქტიური ვიდრე სხვა რეგიონებში სრულიად ყველა ნიშნით აბორიგენი ქართველები ცხოვრობდნენ, ანუ რელიგიურად, ეთნიკურად და ასე შემდეგ და შეიძლება სწორედ ესეთი სწრაფი და მონდომებული ინტეგრაციის სურვილი ყოფილიყო ის, რის გამოც ეს რეგიონი მოხვდა ფოკუსში. რომ ესენი სწრაფად მიდიან წინ. შეიძლება არ იყოს. შეიძლება, თქვენ მე არ მინდოდა რაც გამოსულა, მე მგონია რომ ამ შედეგებს რაც თქვენ აღწერეთ არ მივაწერ იმ ხელისუფლებას რომელსაც ნაწილი ვიყავ მთლიანად, მაგრამ მართლა მგონია რომ ვარდების რევოლუცია და ამის შემდეგ მომხდარი ტრანსფორმაცია იყო ფუნდამენტურად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ხო, და თქვენ პრეზიდენტ სააკაშვილი იყო ყველას პრეზიდენტი. ჩვენ დღევანდელი
დრამატული წინამდებობები და ის რომ თვლი რომ სწორედ ყველა მედიას უღალატა მაგ ამ თემას არ პოლიტპატიმარმა და შევეხოთ, მის გარემოცვამის ცალკე თემაა, მაგრამ ამ საკითხში ეს ასე იყო, ხო? და ეგ მნიშვნელოვანი ფაქტორია. და ეს ამბავი მოტრეულად ჩვენი არაკეთილმოსილები და მტრებმა ამის გამო ირეაგირეს თუ ბუნებრივად თვლიდან წეახს, ეგ არ ვიცი, მაგრამ თქვენ სწორად აღწერეთ ის ტენდენცია რაც იყო და რაც ჭირდება რომ ხელახლა იყოს, გაღრმავდეს და როგორი შიდა დებატებიც არ უნდა გქონდეს ნებისმიერ თემში საქართველოს შიგნით პოლიტიკური იდეოლოგიის დაკავშირებით, ერთ რამე აერთიანებდეს ყველას, რომ ყველა არის სახელმწიფოებრივად საქართველოს მოქალაქე და სახელმწიფოებრივად ქართველი ეს არის და ვინც ასე არ თulis და იძახს რომ მე სხვა ქვეყანას წარმოვადგენ, გასაგებია მოქალაქეა ფორმალურად სიტყვის თავისუფლება ყველასთვის არსებობს. ოღონდ ჩვენი სიტყვის თავისუფლება და პოლიტიკური თავისუფლება და ვალდებულებაა რომ მაგას დაუპირისპირდეთ. არა ავტომატურად რამე რეპრესია უნდა მოყვეს უკანონო ფულის შემოსვლას, ტერორისტთან კავშირს, სიძულვილის ხარჯებასა და ძალადობის მაღალი ალბათობაა. ამას ვაზუსტებ, იმიტომ რომ ზოგადად არ შეიძლება, იმიტომ რომ მაშინ სხვა საფრთხეები იქნება. მაგრამ ვინც თუნდაც ესე არ იქცევა, მაგრამ არ აიდენტიფიცირებს თავს ქართულ სახელმწიფოსთან და იძახს რომ სხვა რამეს წარმოადგენდა და არ ვცნობ ამ ფასეულობებს, იმის ოსტრაკიზება არის საზოგადოების ამოცანა და ყველა პოლიტიკური ჯგუფი ასეთი უნდა იყოს ქვეყანაში და ადგილზეც. და გიგა, თუ კი ვილაპარაკობთ, რომ ეს ყველაფერი ირანის ინტერესი გასაგებია, რუსეთის ინტერესზე ვილაპარაკეთ, თვითონ ქართული ოცნების ინტერესი არის, რომ კუნძული კონდეს ფაქტობრივად სახელმწიფოში? ვრცელ ველზე. იცი ჩამჭრელი კითხვა ხოლმე, ხო, როგორ შეიძლება, ოღონდ როგორ რაღაცა იცით, მაქსიმალში არ შევდივარ. არა, გულუხილო ნამდვილად არ არის, ჟურნალისტურად კი ისედაც, ხო, აი, მაგიტომაც რომ მათ მომხრებს. იმიტომ რა ვიცი, მე რომ ვიყო ხელისუფლება, შემეშინდებოდა, რომ რაღაცა არსებობს, რომელიც შეიძლება კონტროლიდან გამექცეს, ხო? კი, უდაოდ, იგივენაირ კითხვის დასმა სხვა რაღაცებზე შეიძლება ეს ყველაზე მკაფიოდ, ამიტომ ლეგიტიმურად უნდა გამოვიყენოთ, ხო, რომ ყველა ადამიანის მიმართ ვინც შეიძლება ამ ნიაღვალის მიერ არ არის გზააბნეულია როგორც თქვი, მაგრამ სხვა ამბებში მარტო დარჩენა და ურთიერთობის გაფუჭება თელ დასავლურ სამყაროსთან რატო იყო ინტერესი, ხო? ოღონდ მან უკვე შემოდის სხვა რაღაც, ანუ რა ტიპის ბუნებრივ მოკავშირეობაში შედიხარ იმ ძალებთან, რომლებსაც მე ეს ინტერესი აქვს. როცა ამ მოკავშირეობაში შედიხარ, მე ნაწილობრივ მძევალი ხდები, ხო? ანუ კი არ ვამართლებ პირიქით. ხო? ანუ ჩვენ ლაპარაკობთ, ხო, ვთქვათ, რომ ყველა რუსეთის ვასალი და ადამიანი, ვინც საკუთარ სამშობლოს უღალატა იანუკოვიჩი, ხო, რომელიც დღეს რუსეთშია და მის ქვეყანასუბომბავენ, იქიდან ამართლებს, ხო, ამაზე მოღალატეს განსახიერება, ხო? თავის დროზე კი არ უნდა ყველაფერი. ოღონდ რაღაც არჩევანებს რო აკეთებ, მე ეს არჩევანები მოიცავს შემდგომ ფასებს და დამოკიდებული ხდები ამაზე. ისევ გამართლება კი არ არის იანუკოვიჩის პირიქით. გამტყუნება ყველა საწყისი არჩევანის აქ ამ ადამიანის ხო რამდენჯერ უნდა ეცადონ მე ეცადონ დაალაგებას ვიღაცა ბუნებრივი საწყისია ნუკლეუსს რო იტყვიან ხო უჯრედი ამ კაცის ივანიშვილის და მისი გარემოცვის რომ ბევრი დეკორაციები ყავდა გარშემო ხო რა სხვადასხვანაირი ხალხის მაგრამ ნუკლეუსი იყო რომ ეს ფუნდამენტური ანტი თავისუფლების ანტიქართული ანტიდასავლური რეაქციული საბჭოთა შოვინისტური საწყისი ხო აი ამაზე აწყო ამ ნოსტალგიაზე საბჭოთა ხო არ არის შემთხვევით რომ რაღაცა იგივე ძალები ვინც ქრისტიანული ფასეულობენ სტალინისგან დებითერენ დაკავებული ხო აი ეს პროექტები ალტინფოები და ესენი ხო ანუ აი საქართველოს დამაქცევარის ვინც ილობირა რომ დაექციათ ქართული სახელმწიფო 21-ში და მე 100,000 ქართველი გაწყვიტა გადაასახლა სასულიერო და ანუ მტერის არწმუნოების კი არა ყველანაირი ქრისტიანობის რომ მათი გმირი არის ხო ეს ალტინფოს ხალხი ნახო და ეს რეჟიმიც ასეთი არის ხო არა აი ეს საბჭოთა კლასტერი არიან ამ ჩვენს თავისმოხეული ბოროტების დანატოვარი არიან გულის გულში და ამას მე მოყვება არჩევნები რომ ეს განწყობილებები უნდა იყოს შენი სულ რაც არ უნდა იყოს და ამ განწყობილებას მოსდევს მოკავშირეობა რუსეთთან ბუნებრივი და მოკავშირეობა ყველასთან ვინც აი იმას უპირისპირდება რომელიც შენ თავარ საფრთხედ მიგაჩნია ანუ ჩვენ ნამდვილ ქართულ იდენტობას და მე მაგარჩევანს თუ აკეთებ ამ კონტრაქტს თუ აფორმებ ამას ფასი აქვს. რა თქმა უნდა, ანუ მათმა ბუნებამ განაპირობა ეს კონტრაქტები პოლიტიკური რუსეთთან და მათ მოკავშირეებთან ქვეყნის შიგნით და ამ პოლიტიკურ კონტრაქტებს მოსდევს მე გავლენები. და მათთან დაპირისპირება მე პრობლემური ხდება, შეუძლებელი არ არის. მაგას არ ვიძახი, ანუ ჩვენ გვინახია ვასალები რომელიც ამბოხდებიან ხოლმე, ან თუ დაინახავენ რომ ვისი ვასალებიც იყვნენ საკუთარი ქვეყნის საზიანოდ ის აგებს და სხვა არჩევანს ცდილობენ, მაგრამ რთულია მათთვისაც და ოღონდ ეს გამართლება კი არ არის მათი პირიქით განაჩენია მათი
ხო რო ვასალობის გზაზე რო შედგები უნდა იცოდე მე რა ესე ანუ და ისე ხაზმინა გავს ყველას ეს არ არის სიფრთხილეზე ლაპარაკობ ჩვენ ლაპარაკობ სწორედ როგორც შენ კითხვაშიც იყო ყველა აი სრულ ანტითეზაზე სიფრთხილისა ხო იმწამიერი ამბისთვის ხო რო გადააგორო რო ორგანიზებული დანაშაული იყო შემოკავშირებით რომ ესე ამ წამს მოაგვარებ რაღაცას ხო ისე ამ რეგიონს უკავშირდები და იმას უღონთ ის რომ ამ გავლენას რა მოსდევს მე ხო მე უნდა შეყვე ამას მე შეიძლება რაღაცა დაუპირისპირდეს ეს მტკივნეულია მე ისე უკან დაიხევ იმიტომ რომ საწყისი ნიადაგი გაქვს მოწამლული რაც აქ ამ რეჟიმს ივანიშვილის რეჟიმს ყველა საკითხში და ეს უბრალოდ არის გამოვლინება რომელიც ყველაზე უფრო ისეთი არის აი შემაშფოთებელი და შემზარავიც კი შეიძლება იყოს და მართლაც მაგამდე არ მივიდეს, მაგრამ ამიტომ ამაზე უნდა ვისაუბროთ და უთხრათ ყველა ადამიანს, ვინც ვიმეორებ კიდე ერთხელ გააბრუეს მათი ყოველდღიური პრობლემების გამო ამ ნიაღვარი პროპაგანდის, ეს კითხვა დაუსვათ. რა ქვია იმ რეჟიმს, იმ ხელისუფლებას, რაც უნდა ის დაარქვან მათ, რომელიც შეიძლება რა სიფრთხილეც არ უნდა ჰქონდეთ არგუმენტად დიპლომატიური, ქვეყნის შიგნით ამ იდეოლოგიას უწყობდეს ხელს. ანუ ეს არის შხამიან ნიადაგზე აღმოცენებული საფრთხე. კი, ეგრე. ანუ გულისხმობ ივანიშვილის რეჟიმს. და ამ მე ამას რა რომელ ყლორტს გამოებმება ეს შხამიანი ნაყოფი 1000-ნაირი შეიძლება იყოს და ერთ-ერთი არის ეს. ეს არნიშნავს რომ ამის შეტრილება არის შეუძლებელი, ამის თქმა არ მსურს. და ისევ ეს 100-ჯერ თქვი დათქმა და ზოგჯერ მაკრიტიკებენ ხოლმე ზედმეტ დათქმა ჩათქმებს აკეთებოდა, ალბათ სამართლიანია, მაგრამ საჭირო თქვი ხოლმე რომ ანუ ჩვენ როცა მოვყავს მაგალითები ლიბანის სირიის ამ უბედურების, ანუ იქ კი არა ვარ, ჯერ დიდი შორია მაგამდე. ოღონდ სრული უპასუხისმგებლობა მაგ არგუმენტით წაყურუება ამ პრობლემის და ამ რეჟიმის საქციელის და სანამ ამას არ აქვს დრამატული ჩვენი ამოცანა და სანამ არ შეგვიცვლია ეს ხელისუფლება მანამდეც გავაკეთოთ ყველაფერი რომ მათი იგრძნონ ფასი საკუთარ მომხრეებში თუ ლოიალისტებში თუ ვინც არ არის მათ წინააღმდეგ განწყობილი რომ აქ შეაფერხონ ან შეატრიალონ ის შეტრიალება შეიძლება. ოპტიმიზმი იყოს ოპტიმიზმად, მაგრამ აი თუ საფრთხე მაინც ესეთია შხამიან ნიადაგზე ამოსული საფრთხე, ხო? ანუ ეს არის რაც ბუნებამ განაპირობა და არა ის რომ მათ აირჩიეს, თუ მათაც აირჩიეს. არა, მე ამჯერა იმის ახ რაღაც თანამედროვე თეორიებია და არჩევანის საერთოდ არ არსებობს და ბიოლოგია ნაპირებს. არა, შხამიან ნიადაგზე ეს არჩევანიც მოვიდა. ამ კაც არჩევანი აკეთებდა თავის ცხოვრებაში ყველა ადამიანი აკეთებს არჩევანებს და მე ეს არჩევანები განაპირობს შენ ბუნებრივ. და გიგა ამ შემთხვევაში აი ირანთან მოკავშირეობა თუ კი ეს მოცემულობად მივიღებთ რომ არის ამ ხელისუფლების ირანთან მოკავშირეობა რა საფუძვლით შეიძლება იყოს განპირობებული ფულია ინტერესი არ ვიცი მე არ მიყვარს ხოლმე სროლა იმის რაც ზუსტად არ ვიცი არ შეიძლება სადღაც ფული არის სადღაც იმიტომ ეს რაღაც საფრთხეა რომელიც შეიძლება ეს გაგექცეს ხელიდან ხო სადღაც რუსეთთან ჰარმონიაში და აი ამ რისკზე რატომ მიდიხარ ხელისუფლებაში პოლიტიკაში ან რეაგირება იმაზე რომ ანუ გინდა რომ არ გაირთულო იქ რაღაცა ვინც ინიციატივა გამოჩინა შენი სისუსტის შენი სიბრიყვის გამო ვიღაცა ინიციატივა გამოჩინა და მე იმათთან დალაგება გირჩევნია ვიდრე გარისკო რამე როგორც გესმის ამას ბევრად უფრო დიდ რისკზე მიდიხარ ქვეყნისთვის არც ეგ არის გამორიცხული მე მოვისმინე რაღაცა სრულიად ისეთი თეორიებიც სოციალ მედიაში ყვათას რაღაცა და კვალი ეტყობა ხოლმე რა იმის რომ იცი რა აი ამითი იქ ებრძვიან თუ კი იქნება რა თურქული სეპარატიზმი ან ზოგადად აზერბაიჯანული ირიდენტიზმი ხო ეგ რა ვიცი ხა ანუ მაგ ამის ნიველირება კი არ მინდა თქვენ მაგრამ რაღაცა იგივე არის რომ რაღაცა დღეს ვიძახით ხოლმე რომ რაღაცა შაკიქს ებრძოლო კიბოთი მე არ მგონია რომ ჩვენ შეიძლება რომ აი ძალიან ბევრი დრო უნდა დავხარჯოთ ამ ფსიქოანალიზზე რომელიც საინტერესოა ჩვენ შეგულისხმობ პოლიტიკურ ძალებს და მოქალაქეებს უბრალოდ უნდა შევაფასოთ რომ აი ამის ამბავი უნდა ყველა ოჯახში რომ მივიტანოთ რომ ეს რეჟიმი ამას უშვებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. მოდი შეფასების ნაწილში მაშინ აი თურქეთი რადგან ახსენეთ, მეც მომისმენია, რომ აი თურქეთი განანაკლებად არის დაინტერესებული აჭარაში გავლენების ზრდით. რა განასხვავებს ამ ორ ქვეყანას? ხო, ნუ განასხვავებს როგორ შეფასებაში წარმოვშევიდეთ და 1000-ნაირი ლეგიტიმური წუხილის მასვენა. თურქეთსაც აქვს პრობლემები ხო, მათ შორის დემოკრატიასთან დაკავშირებით. სამართლიანობა მოითხოვს ეს თქვა. სამართლიანობა კი არა, რეალობა მოითხოვს, რომ ეს დისკუსია მის. ჩვენი დაშფოში როგორც პოლიტიკაში მყოფი ადამიანი ყოფილ ხელისუფლებაში და მომავალ ხელისუფლებაში სრულის მქონე ხო პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი ხო ყველა მეზობელში უნდა იყოს თურქეთთან მიმართებაში გარდა ჩვენი რა ისტორიული სერიოზული ჭრილობისა ჩვენ გვაქვს აწმყო და ამ აწმყოს პირობებში ბევრი პრობლემის მიუხედავად აზერბაიჯანი და თურქეთი იყვნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ბევრ საკითხში. მათი პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი ამოცანაა რომ ეს ასე შენარჩუნდეს.
ყველა მცდელობა ნებისმიერი ქვეყნისგან იხსნება ეს თურქეთი თუ სხვა იმ სახის სოფხედველობის გავრცელების ქვეყნებში რომელიც არ არის თანხმედრაში ჩვენ კონსტიტუციურ საფუძვლებთან და ჩვენ სამოქალაქო მშვიდობის ჩვენ გაგებასთან უნდა იქნას ასე ვთქვათ აღკვეთილი ლეგიტიმური ინსტრუმენტებით არ აქვს შობა სხვა საკითხებში როგორ პარტნიორობ ეს უნდა მოხდეს ოღონდ სწორი ბალანსის და დიახ აი აქ სიფრთხილით ნამდვილად ოღონდ თუ დავინახავთ რომ სადმე იმ ტიპის ქსელი ვრცელდება რომელიც ქადაგებს პირდაპირ ლოიალობას სხვა ქვეყნის მიმართ და მით უმეტეს ასეთი რეჟიმის მიმართ ეგ უნდა გამოვაცხადოთ საქართველოს პრობად ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს და ჩვენ არ გვინახია ამ ხარისთან მიახლოებული რამეც კი ამ შემთხვევაში ხო ოღონდ ჩვენი ამოცანა მე ამით ისევ არ მინდა ვინმე ისე გამიგოს თითქოს ვიძახი რომ არა ზოგადად ესე უნდა მივიდგეთ რომ არა ხან პარტნიორები არიან არ შეიძლება რომ პრობლემები იყოს შეიძლება ოღონდ მე ვხედავდი პირიქით პრობლემას რომ ამ თემის მათ შორის ტყუილი პროპაგანდით და ხელოვნურად წამოწევა ხდებოდა მარტო რუსეთი ამტელია თურქეთი არ არის მტერი სწორედ იმისთვის რომ დაეთრგუნა ჩვენი ამბიცია რომ სახელმწიფოებრიობა გქონდეს რომ ყველგან ერთ და იგივენაირი მტრები არიან ეგ ნიშნავდა და ისევ მე ისევ იქნებ რუსეთს მიუტრიალდეთ და ეს ასე არ არის როგორ პოტენციურ პრობლემასაც ვინ არ უნდა ხედავდეს მან ჩვენ უნდა შევახედოთ ვინ როგორ ექცევა საქართველოს დღეს ხო ხა გასაგები ყველას უნდა რომ თვითონ რაც მიაშნე ის გავლენა გავრცელოს რა მეთოდებით აკეთებს რამდენად უწევს ანგარიშს შენ სუვერენიტეტს ეს არის მთავარი ფაქტორები და რუსეთს ახლა დაპყრობილი ვიყავ და განადგურება უნდა ჩვენ დეკლარირებულად მისი მოკავშირეა ღიად უკრაინაში ომში ხო საერთოდ ფორმალურად ირანი და ვხედავთ რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მისი პოლიტიკური ლიდერის ფოტოებს და მისმართ ლოიალობის კულტივაციის ქსელს ქმნის. თუ ვინმესგან მსგავს დავინახავთ ან ტენდენციებს, ისიც ასე უნდა შევაფასოთ, მაგრამ თურქეთის შემთხვევაში ეს ასე არ არის. აი ყველაზე ცუდი ლიბანამდე სანამ მივალთ, როგორც თქვი რომ გზელი გზა არ მივალთ, იმიტომ რომ იქამდე დამარცხება. და ეს ოპტიმიზმი მაგიდაზე გვიდევს, რომ არ მივალთ, კარგი არ მივალთ, მაგრამ გულში კი ბატონო. რა შეიძლება იყოს შემდეგი სურვილი ირანის მხრიდან თუ კი ვიცით რომ აი საბჭოთა კავშირი მთელი არსებობის განმავლობაში ნაღმებს დებდა ხო იგივე ეთნიკური დაპირისპირებების არა მარტო საქართველოში სხვა ქვეყნებში შეიძლება აქაც რამე ესეთი საფრთხე იყოს ირანის მხრიდან ნებისმიერი პოლიტიკური განვითარება აი უფრო კაფეორო იყოს ეკონომიკური პროექტი რო გადავწყვიტოთ რომელიც მის ინტერესებში არ არის თუ ქსელი აქვს თუ შეუძლია რომ ამ ქსელის მეშვეობით დაგიძაბოს ვითარება. თავი დავანებოთ იმას, რა თქმა უნდა, მას გამოიყენებს ყველგან ესე იქცეოდა და აქაც ესე მოიქცევა. ანუ აი რაღაც პროექტი არ მოგწონს, აი ხა ხოლოს ლაპარაკობენ ხო? TRIPS-ზე, აი ტრამპის პროექტზე ხო? რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესში არის. უდაოდ საქართველოს, ამერიკის ინტერესში, ჩვენი ინტერესია. და უნდა ვიყოთ ამის ნაწილი. და როცა ნორმალური ხელისუფლება გვეყოლება, ეს ამოცანა შესრულდება, სხვა ამოცანები რა თქმა უნდა. და თუ შენ ამ პროექტის და ამ პროექტში ამერიკის მონაწილეობის წინამდე განწყობილი რეჟიმი არის ძლიერი ირანში და დღეს ის დასუსტებულია, მაგრამ ხო არსებობს ჯერჯერობით და მას აქვს საშუალება შიგნით რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნას შენ მოქალაქეებს შორის მცირე ნაწილში მაინც რა თქმა უნდა მას შეიქმნას და თუ შეუძლია რომ უფრო შორს წავიდეს უფრო შორსაც წავა ლოგიკური ვარაუდია ხო ეს და ლოგიკურია რომ ნორმალური ხელისუფლება ამ საფრთხებს რომელიც შეიძლება ნოლზე ვერასოდეს ვერ დავიდეს იმ რეგიონში ცხოვრობ მაგრამ სულ უნდა ეწინააღმდეგებოდეს და აქ ვიღაცა შემთხვევაში რომ ხომ არა აი საჯაროდ რო იზახით ანუ ჯერთი პოლიტიკური ოპოზიცია საჯაროდ ლაპარაკობდა და ამ რეჟიმის პირობებში არასაჯარო კომუნიკაცია არ შეიძლება არსებობდეს რაზე ლაპარაკობთ საერთოდ მაგრამ არასაჯაროდ სასაჯარო შორის აქ ზღვარი არ არსებობს როდესაც ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები ამ ამბის რაც იქ ხდება ამ ბოროტების კულტის განდიდების ნორმალიზაციას ახდენენ საჯაროდ ეგ უკვე ის არის ეს ამას ერთ უძახდა სხვანაირად ვიქცევით ჩვენ სხვაგან ეგ არის მაიმუნობა და ვირეშმაკობა მათი იმიტომ რომ ეგ გზავნილია მნიშვნელოვანი ყველა ძლიერ რა არის რომ ჩვენ თქვით რომ ადგილზე ყავს აი ბავშვებს ახალგაზრდებს ვიღაცა ადგილობრივი რელიგიური სამოსის ქვეშ ამ ავტორიტეტით შემოსილი ადამიანი ვინც ამ დოქტრინას ესახდენს რომ ეს გმირები არიან დასავლეთი მტერია ხალი თუ თავსაბურთს არ გაიკეთებს შაქოლა ნორმალურია ხო აი ეგეთ გმირებს იმაშობა და ცენტრალური ხელისუფლებისგანაც ესმის რომ ეს ნორმალურია ეგ არის ყველაზე საშეხებათო კომბინაცია ხო რაც გვაქვს ამ რეჟიმის მხრიდან და ამ კომბინაციის პირობებში ხო თუ ეს ნორმალურია უკვე ამის შემდგომი ნაბიჯების ალბათობა ყოველთვის იზრდება რომელიც მერე ამას დაუპირისპირდა ცენტრალური ხელისუფლება ეს ნაღმი მრავლდება ხო ანუ რაღაცა სოკოებიუთა ესე იზრდება და ამიტომ არ მინდა კონკრეტული პროგნოზი და თან
კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა ციტოს რომ აბა რა უნდა თქვასო, მაგრამ მართლა მჯერა როგორც მოქალაქეს საქართველოსი, როგორც ქართველს რომ ჩვენ, ანუ საქართველო გაიმარჯვებს, სახელმწიფოებას დაიცავს, ვიქნებით თავისუფალი რესპუბლიკა და ვიქნებით ნაწილი თავისუფალი სამყაროსი ჩვენი იდენტობით და ყველა ამ საფრთხეს გავანეიტრალებთ. დაწყებული ივანიშვილის რეჟიმით გაგრძელებული აიათოლების ქსელით. კაი, პროგნოზი რო არ გავაკეთოთ არსებული ვითარების დაფიქსირება სწორად შეფასებისთვის ვიკითხავ, მაშინ ერთ რამეს მე სულ მესმოდა, რაც ცოტა შეურაცხმყოფელი ნარატივია, მაგრამ აი ბევრგან მათ შორის ადგილობრივებისგან გამიგონია, რომ ქვემო ქართლში ეთნიკურ უმცირესობებში ვითარება სრულად აკონტროლებს სუსი. და მათ შორის ეს რელიგიური გავლენების ცვლა, რელიგიური ლიდერების ცვლა, ხო, ანუ კურთხევა და დანიშვნა და ასე შემდეგ არის უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებული. ეხლა მარნეულში რო უყურებდი ამ უდიდეს მსვლელობას, ეგ გამახსენდა, რომ რამდენად აკონტროლებს თუ კი ოდესმე აკონტროლებდა. ანუ ეს ვითარება კონტროლქვეშ ვითარების შთაბეჭდილებას ტოვებს თუ კონტროლიდან გაქცევის პოტენციალი აქვს? არა, პირიქით, ანუ ეგ მაგ ტიპის კონტროლი, რა ტიპის კონტროლიც ვნახეთ, რაც აი იმ კვლევებში თემაში აღწერილია, რომ ამ ჩარეობის შედეგად, ხო, რა ვითარება შეექმნა, პირიქით, მაგ კონტროლი არის განმაპირობებელი პოტენციური უკონტროლების მათ შორის. ანუ სპეცსამსახურებს რა თქმა უნდა ამოცანა აქვს და ამოცანა უნდა ჰქონდეთ სწორედ იქსაც სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები მუშაობენ ან ამ ტიპის გავლენები იმისგან ნეიტრალების. მაგრამ ამის მიღმა მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ყველა თემში, მარტო აქ კი არა, რომ სპეცსამსახურებს თავისი ადგილი აქვს, მაგრამ სპეცსამსახურები ვერ დაიცავს მაგ ტიპის პრობლემებისგან. მან ჭირდება რომ საზოგადოებაში პოლიტიკური საზოგადოებრივი საყრდენი იყოს ძლიერი. ეგ არის მთავარი ფაქტორი, რაც შეინარჩუნებს, რაც შეამცირებს საფრთხებს გარემ აი თუ მარტივად რა ვთქვა, ხალხმა უნდა აღიქვას, რომ ეს არის საფრთხე და ხელისუფლება აიძულოს, რომ ეს დაინახოს როგორც საფრთხე. არა მარტო და ყველამ და ჩვენ თანამოქალაქეებს, მათ შორის ჩვენ ქართველ აზერბაიჯანელებსაც უნდა ვესაუბროთ ყველა. ჩვენ გარშემო სოციალურ აი აქტიურ ხალხსაც, რომ ამის გადაგება, რომ ეს არის საფრთხე მთელი საქართველოსი, მათი ჩათვლით და პირველ რიგში მათი თემისთვის. და ამაზე უნდა ვისაუბროთ, ჩვენ თან მაგალითები გვაქვს, ხო, მცირე რაოდენობით, მაგრამ აქ ყავს ირანელები. კარგი ადამიანები, უამრავი უბედურებაში გაატარა აიათოლას რეჟიმმა და ყველაფერი მათ შორის მსვლელობაზე რომელიც იყო. ხო და მაგაში მე შევხვდი ფერედნელ ქართულ ახალგაზრდა გოგოს, რომელიც საქართველოს ქართული მამის, რომელიც ქართული იცოდა, რომელიც აქციაზე იყვნენ აიათოლების წინააღმდეგ, ხო, იქაც რა თქმა უნდა, ფერედნელ ქართველებშიც სხვადასხვანაირი ხალხი იქნება ამ ტირანის პირობებში, მაგრამ უბრალოდ ხო ჩვენ ხო ნავჩოთ ვის მოусმინოთ, ვის მოსმინოთ და ეს უნდა გავარცელოთ ყველგან. ხო, თუ რამე ამოცანა ხელისუფლებას და ამ შემთხვევაში მარტო ბიუროკრატიას კი არა, პოლიტიკურ ძალებს, ხო, მათ შორის მართლ პოლიტიკურ ძალას ხო განსაკუთრებით აქვს, ეგ არის ამის გავრცელება, ხო? უნდა იცოდეს ამ ხალხმა რა ბოროტებასთან გვაქვს, იქ საქმე ამ ნიაღვარს უნდა დაუპირისპირდეთ. მათ შორის არა მარტო სუსის მეთოდებით, რაც ლეგიტიმურია იქ სადაც პირდაპირ უსაფრთხოებას ეხება საქმე, არამედ ყველა სხვა ლეგიტიმური მეთოდით პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალებისგან. ხო, აი სუსი რას აკონტროლებს ახლა თქვენი ახმით და რას ვერ აკონტროლებს? აი გარედან არა, ეხლა მგონია რომ ეხლა მგონია რომ ანუ მე შედეგები ხო, აი რა შთაბეჭდილებას არის რომ თუ იქ სადაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი რომ ჩარევის შედეგად მოხდა ამბავი, ამ ჩარევამ ის კონტროლი რაც ლეგიტიმური უნდა ყოფილიყო პირიქით დაასუსტა და პოტენციური ნაღმი გაზარდა. ანუ კონტროლიდან გასვლის პოტენციალის მქონე პროცესი ხო რა არის, ანუ შეიძლება რაღაც მომენტში რაღაც ეს კონტრაქტები რაც არსებობს რა ეხა სუსის garaში რაღაცას არ ვიზავ მუშაობდეს სადღაც. ოღონდ მე მან ისეთი წონასწორობა წარმოიქმნება ხოლმე. თუ ამ განწყობილების ზრდა ხდება, ისე უმრავლესობა კი არა, ეგ არ მოხდება ამჯერად. ქართული აზრების უმრავლესობა ასე არ იქნება. მაგრამ სხვილია და შიგნით თემში ტერორის ქვეშ ყავთ თვითონ თემი. ხო, პირველ რიგში თემი. და ეს რელიგიური ინფრასტრუქტურა აქვს. იქამდე როგორი იყო კავშირი? ხო, მაგას მე წონასწორობა იცვლება ხოლმე. ამიტომ ეხლა ვიღაცები ხომ ხო სტალინი ახრანკის აგენტი იყო, ხო? გავიგეთ, ხო, ეგ ბოროტების განსახიერება, ხო, თვითონ ისიც დაამარცხა, თვითონ გახდა, ხო? ანუ ეგ ბალანსი დამოკიდებულია იმაზე, საზოგადოებრივად როგორი გაქვს საერთო ვითარება. და გიგა საბოლოოდ ეს დიდი მსვლელობები, რომელიც რელიგიური დატვირთვის მქონია, ხო? გარე თვალისთვის და პოლიტიკოსისთვის რის შთაბეჭდილებას ტოვებს? ძალის დემონსტრაცია? აიცი რა, მაგაში ეს იყოს უბრალოდ რელიგიური ცალკე აღებული ცოლობები, ასე არ ვისაუბრებდით, ხო? ანუ ეს არის ეს არის ამ სენდვიჩი, ხო? მაგაშია საქმე, ხო? იმ ფოტოებით რაც არის. ხო და როცა მე იქ დავინახე რამოდენიმე ადგილობრივი
პოლიტიკური ფიგურა, რომელთა შეხედულებაც მე ვიცოდი, რომლებიც არიან ადგილობრივი თემის წარმომადგენლები, ადრე გაუზიარებიათ წუხილი ჩემთვის, რომ აი ირანი რაღაც ცდილობს მეგულის სხვა ბოლო წლებში და ეხლა იდგნენ ამ ტიპის დემონსტრაციებისა, სადაც რაღაცა ამერიკის სიკვდილის იყო იმის წინ. ანუ ორჩას ოპორტუნისტები იყვნენ და ეხლა ოპორტუნისტულად იგრძნეს, რომ ეს ქარი უბერავს. თორე ვიმეორებ კიდევ ერთხელ, ანუ თავისთავად ნებისმიერ რელიგიური რიტუალი არის ნაწილი რწმენის თავისუფლების. როცა ხედავთ, რომ ხდება დემონსტრირება ამ სიმბოლოების და ეს ინფრასტრუქტურა მაისურებს ხო? მაგრამ ბეჭდ ურიგებენ და მე ხალხი იცნობს ხო? ამ სრულობებზე. ეგ ხო მე ამ დატვირთვასაც იძენს ძალის დემონსტრირების. ან მინიმუმ ამ ბალანსში თითის დაქნების ხო? ხო, ანუ შინ თუ გარეთ, ანუ ვისაჩვენებენ, რო ძლიერები ვართ. ვინც აორგანიზებს ამას, ვინც ამას აორგანიზებს. თუ ირანს, რო აი კარგი ინფრასტრუქტურა ავაწყეთ. აი ავაწყე. ეგ იარქეც არსებობს, მაგრამ მაგას ამშულობა აქ ანუ ეგ რომ მოტივია თუ არა ამ გზავნილს იღებს ყველა ამ გზავნილს იღებს თემში ხალხიც ხო? ანუ უნდა ყველას გავახსენოთ რომ ბოროტება როცა იმარჯვებს ხოლმე სადმე ნებისმიერ თემში ვიმეორებ კიდევ ახლა არ არის აუცილებელი იყოს უმრავლესობაში. თავარია რომ კონდეს ინიციატივა, ძალა, ფული, ვერავინ ვერ უპირისპირდებოდეს და იყოს თავზე ხელაღებული. ხო? და ამის მაგალითები გვაქვს. დიდი მასშტაბით ხო? ბოლშევიკები თავის დროზე, ნაციონალ-სოციალისტები გერმანიაში თავის დროზე ისევ ვიცი რომ უფრო მეტი განსხვავება ვიდრე მსგავსება, მაგრამ ამ ნაწილში მაინც მსგავსება რომ დავანახოთ. და აქაც ამიტომ მაგ არგუმენტით თავი არ უნდა დავამშვიდოთ და ხო ის ხალხი ვინც ამას ცდილობს არა ყველა ის ადამიანი ვინც იქ იდგა იქაც კი ვინც ამ სულობაში იყო უდიდესი ნაწილი დღეს ნამდვილად არ არის ამ ფასეულობის მატარებელი და მე მოვისმენე ზოგიერთ ზედაპირულ პოლიტიკოსგან ისე უბრალოდ სიმბოლოს უყურებენ იმის იქით არც იყურებიანო და ეგ კაი კი არ არის ანუ არ იყურებიან მაგრამ გაახედებენ მე თუ სიმბოლოს აღებინებ ადამიანს ხო და ამის ნორმალიზებას ახდენ ამასთან დაპირისპირებას საფრთხე თუ ქმნი. მე ხდება ხოლმე რომ ნორმალური ვინც არის და სხვანაირი იმას დატოვება უწევს თემის. და ეგ ვითარება არ უნდა მივიღოთ და ისე ბოდიში რომ მე სამჯერ მივიღებ და არ მივიღებთ ისინი დამარცხდებიან და საქართველოს გაიმარჯვებს. კეთილი. მაშ ბოლოს თქვათ მიხეილ ყაველაშვილსა და იმ სასულიერო პირებზე, რომლებმაც დაიტირეს ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერი. ბევრი ის იყო ხო დისკუსია, რომ უნდა წავიდეს, არ უნდა წავიდეს, მაშ რა უნდა ქნას თუ არ უნდა წავიდეს, რეგიონის სხვა ლიდერებიც მიდიან და ასე შემდეგ. რას ნიშნავდა ეგ ამბავი? ხო, მე შეგნებულად და ისე დასწრში ვთქვი და ახლა გავიმეორებ, ეს ცენტრალურ საკითხად არ მიმიჩნევია, იმიტომ რომ ამიტომ ვიკითხე ბოლოს. შეიძლება ისქნათ, მაგრამ და ასევე ვთქვი, რომ უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე თავისთავად წასვლა არის კონტექსტი, მათი პროპაგანდა, თან რა პროპაგანდა ახლავს, ხო, რომ მათი ეს ამაზრზენია არსებები, ვინც გარშემო ყავთ, ერთი იქ ჩაიყვანეს, ხო, მეორე ის და ახდენენ ნორმალიზაციას ირანის ეს პაკეტში არის ამასთან, ეგ მაგალითად. ეგრეთ წოდებული ბლოგერები. ხო, რომელიცაც მე ხედავთ მათი პროპაგანდის არხებზე უსაზღრო და რომელიც გზავნილი არის თანხმედრაში ხო ახლა მათი გზავნილი და ვთქვათ აი მათი ოფიციალური ორგანოების პოსტივისი ხო ერთა იგივეა ყოველ შემთხვევაში მას თან ახლდა პირი რომელიც ჩვენ გვახსოვს ხო რომელიც ერთ-ერთი მისი მრჩეველი ბატონი ხვაია რომელსაც ჰქონდა ეს რომელიც უფრო აი ტრადიციული ბემარცხენე ანტისემიტური კუთხით მაგრამ შეთქმულების თეორიების და ანტი-ამერიკანული იმპერიალიზმის მაგრამ აი ბოლომდე შხამიანი პროპაგანდის ავტორი ინფრასტრუქტურის მქონე ადამიანების წიაღიდან ხო და იქ არის ანუ ამ კონტექსტში უყურებენ შემაშველობას მაგრამ ამასაც რო თავი დავანებოთ ჯერ რეგიონსები ალიევი ხო არ ჩასულა ხო არ შემეშალა რამე ხო შეუძლია არ ჩასულა ხო თქვა იციან ფაშინიანი ჩავიდა თუ მაინდა-მაინც უნდა შევაფასო ამბავი ნებისმიერი სხვა დონის დელეგაციის გაგზავნა თუ საჭიროდ ცვლიდან ეგ გაგვიზდიდა საფრთხებს თუ ამით გონიათ რომ რამე საფრთხეს გავანეიტრალებთ რომ რახან პრეზიდენტი წავიდა ანუ ეს კითხვა უნდა დავუსვათ, ანუ საფრთხის განეიტრალება იყო თუ მეგობრობის ჩვენება? ხო, არა, მეგობრობის არა, იყო ეს, ხო, ძალის პატივისცემის ნიშანი იყო და ეგ კარგს არაფერს არ მოგვიტანს თუ ასე იქნა ახმული ეს ჩვენი ქვეყნის შიგნით პირველ რიგში და გარდა ისევ შიდა ეფექტზე ვლაპარაკობ. შენ თუ იძახი რომ არა იცი რა პრეზიდენტი რო არ წასულიყო, აი ეს საფრთხე შეგვიქმნა და ეს ამ განწყობას ქმნი. თუ რამე ღირს ელოდებიან აქედან, ეგეც გაუგებარია ჩემთვის სრულიად, ხო? ამ შემთხვევაში მიმეორებ აზერბაიჯანი და იქნებ პრეზიდენტი არ წავიდა. მას აქვს შიტური უმრავლესობა მის ქვეყანაში მოკლედ აზერბაიჯანის. წავიდა სომხეთის ლიდერი, რომელსაც ბევრი ფაქტორის გამო კავშირი, მაგრამ რომელსაც შიდა პრობლემა. რომელიმე თემში ირანული ინფილტრაციის არ აქვს. იმიტომ რომ ესეთი ეთნიკური ეს თემი არ აქვს, ხო? ანუ ეს საფრთხე, კეთწოდი, ისე გეოპოლიტიკას და გარე ორიენტირებას საერთოდ არ ვეხები. რა არის, რა სიგნალს და რა ეფექტის მომტანია ქვეყნის შიგნით ესეთი ჟესტი, ხო?
ეგ პრობლემა არ აქვს. ჩვენთან ეს ჟესტი, რომ ამ დონის ვის უნდა იყოს, არის, უნდა განვიხილოთ ამ პაკეტში. შიგნით რა გზავნოს უგზავნიან ყველა იმ ძალებს, ვინც აი ამ ძალის დემონსტრირებას ცდილობს. ჩვენ შიგნით. ან თუ გონიათ, რომ ეს რაღაცა კეთილი ჟესტები მე საერთაშორისო ურთიერთობებში ავტომატურად იწვევს სითბოს და იმას. და ამას იგივე ხალხი გეუბნება ზოგჯერ, რომელიც ამავე დროს გეუბნება, რომ მარტოები ვარ ცინიკურად, არაფერი ყველგან ძალა ამ თავარი, რაც ნაწილობრივ მართალია, ძალა რო არის თავარი. ოღონდ მე უცებს რომ თუ გაუგორებ იმას, ვინ ძალაზე იყურება, ის მე არ შეგჭამს. ეს ხო აბსურდია. და გეოპოლიტიკური პოზიციონირებაც ხო, ანუ ეს კიდე ერთი ფსონი არა, გადამწყვეტი კი არა, ჯერ რა ფიგურა ყაველაშვილია, ცალკე ყველი, მაგრამ ივანიშვილი ხო, ეს გააგზავნა ხო იქ. სიგნალი იმ ურთიერთობებში გეოპოლიტიკურ თვალსაზრისით რაც გვჭირდება, ხელშემწყობი რო არ არის ხო ფაქტია, ხო? ანუ ხელშემშლელია თქო, რამდენად იქნება უკვე იმდენ რამე გააფუჭეს ამ ერთი რამით მაგაზე არ ვსაუბრობ. ხო? მაგრამ და ზოგადად საზოგადოების შიგნით, ანუ ის რეჟიმი, რომელსაც სამწუხაროდ ჯერჯერობით ძალაუფლება აქვს, თვითონ რა სამყაროს ნაწილად აღიქოს თავს. ხო, მაგრამ თვითონ ეს სურათი, ანუ პრეზიდენტი მიდის სადღაც იგივე აი პაპის დაკრძალვაზე ხო იყო, იგივე გლოვის ცერემონიალი იყო, ხო? იქ არ დასჭიროებია ინფლუენსერების წაყვანა იმისთვის, რომ დამატებითი აზრი შეექმნა, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია. არ ჩიგნით არ გარეთ, ხო? კიდევ შეიძლება ვიღაცები გამორჩა და წევლიდან, რომ ანუ წახვიდა მწვალებელ კათოლიკეებთან, ეგეთებიც ყავს. ესეთები მე არ მომხვედრია, თორე შეიძლება იყოს. რო ყავს ვიცი, მეც არ მომხვედრია მაშინ. ხო, ანუ შეიძლება თვითონ აღქმა შიგნითაც ხელისუფლებაში არის, რომ ეს მაინც არის ყოამბავია? არა, აღქმა იქნებოდა, ეხლა ვიღაცები არიან, რომ არა, რა თქმა, არგუმენტაცია არა, ეს ხაზი იქამდეც ქონათ, არა, ამ ვიზთან ეს არ არის კავშირში. თქვენ შეგიძლიათ იმიტომ გავიხსენე ის ერთი ადამიანი. არა, ისინი თანმიმდევრულად წლებია ეს ხაზი აქვთ, ხასიათი რომ ეს აქტიურ ფაზაში შევიდა. ხო, იმიტომ რომ რთულად დასამტკიცებელია ეს რომ ამაში საფრთხე არის ამ რუსული რეაქციული საბჭოთა ბუნების მქონე სამყაროს დახატვის, ხო? და ამ სამყაროში ეს თემაც არსებობს დასავლეთთან დაპირისპირების ამერიკასთან, ისრაელთან და მათი პოზიციონირება ბუნებრივი არის მან. ამიტომ ისე რომ გავხსენოთ აი ეს პოსტივის არარაობები, ხო, რომ უკრაინის მარცხი ჩვენი წარმატებაა, ხო, რომ იძახა პირდაპირ. ამას რატო იძახდა ხა ხო არ ჭირდებოდა, მაგრამ ეს არის გულიდან ამოხეთქილია, ხო? იმიტომ რომ ეს არჩევანი რო გააკეთეს, შეიძლება ხვალს რაღაც შეცვალოს, მაგრამ ეგ გულიდან არის, იმიტომ რომ ეგ მათი ბუნებაა, გაღწნილი. ამ საკითხს ესეა, ხო, ვინ არის მტერი, მან შემოდის ტრადიციული ანტისემიტიზმიც, ანტისემიტიზმის მეტად ზოგადად დასავლური სამყაროს დემონიზება და ანტისემიტიზმის ბუნებრივად ჯდება ამაში, სამწუხაროდ ამაში ჯდება მემარცხენე სიგიჟეც თვით სიძულვილის დასავლური ცივილიზაციის რო ყველა ბოროტების საწყისტომე ეგ არის, ხო, შიგნით რაც გვესმის, შიდა დისკუსია, მაგრამ ჩვენთან გამოიყენება პირდაპირ რუსულ აიათოლა ირანის პროპაგანდისტების მიერ, ეს ბუნებრივად მოყვებათ, მთლიანად, ხო? ეს ნიაღვარი, ეს რაღაცა მორევი არის ბუნებრივად იმ სამყაროს ნაწილი. ვიმეორებ, ხვალ შეიძლება ტაქტიკურად რაღაც გადაუხვიოთ, მაგრამ ისე არიან ერთსულ და ერთ ხორცთან სახელი მათი ლეგიონია. და ამიტომ უნდა დავამარცხოთ ისინი ყველანი ერთად. და იგივე ჰადსონის ინსტიტუტის კვლევის შემდეგ ეს ამბავი განიხილებოდა როგორც პრობლემა, რომელიც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან გაურთულებს ურთიერთობას, ხო, იგივე ამერიკასთან, რომელიც ირანთან ომშია, ჯერ კიდევ მიუხედავად არაერთი გაფორმებული სამშვიდობო ხელშეკრულებისა, ხო? ხელშეკრულება არ არის ჯერ. ნუ რაღაცეების ლაპარაკებებისა. ხო, ეს რთული და კომპლექსური პრობლემა თუ პროცესია. მაგრამ მეორეა შიდა ამბავი, ხო? და ხა ჩვენ დიდწილად შიდა ამბავზე ვლაპარაკობდით. ყოველთვის ყველაზე უფრო მთავარია. ხო, აი ეს მინდოდა ამ ამბის რომელ ჭრილში განხილვა. მე მგონი რომ მთლიანად შიდა ჭრილში, იმიტომ რომ გარე ამბავი რა თქმა უნდა დეკლარირებულ მშვიდობის პოლიტიკას ტერორისტების მაისურიანი ბავშვები როგორ ეხამება, კარგად მე ვერ ხვდები. ხო, იმ ფარისეულობას, რასაც მშვიდობის პოლიტიკა დაარქვეს და რომელსაც რეალურად არის თავისუფლების და მშვიდობის საწინააღმდეგო პოლიტიკა, ეხამება. რეალურ თავისუფლებას და მშვიდობას და სახელმწიფოურობას და დამოუკიდებლობას ეხამება კი არა, პირდაპირ მტრობს ეს ყველაფერი. და საერთაშორისო ამბავში ხო პრობლემები რო არის, ისაც ვიცით, საჯაროდ თქვა შეერთებულ შტატებმა დიპლომატიური ფორმით ეს აი ამ ბოლო ვიზიტისას on მანდატს ისევ შეიძლება ზედმეტი სიჯიოდე გამომდის. საერთაშორისო ურთიერთობებში ბევრნაირი რაღაცა პრაგმატული ისინი შეიძლება ხდებოდეს, 1000 რაღაცა შეიძლება შევებოდეს და ამ შემთხვევაში მთლიანად ფუნდამენტურად პრაგმატულად და მორალურად ორივენაირად არასწორი ფსონია ეს, რაც იონიშვილის რეჟიმმა გააკეთა და რასაც მე რაღაც ჰეჯინგს ცდილობს. მაგრამ ჩვენ უნდა ვისაუბროთ ჩვენ მოქალაქეებს ამ და სხვა პრობლემებთან ერთად იმ ნაღზე, რასაც ეს ჩვენ გვიტოვებს ნებისმიერ განვითარების შემთხვევაში. ქვეყნის შიგნით. ქვეყნის შიგნით. და
და სულ ბოლოს არაერთგზის მე მგონი სამგზის გამოხატულ ოპტიმიზმს რიგ გარეშე კითხვა იქნება ეს გამოვეხმაურები, როდის ელოდებით ხელისუფლების ცვლილებასა და საქართველოს გამარჯვებას. მე ველოდები რადგან ესე ჯიუტად მე ველოდებოდი შაშანწინის წინის წინ როგორც მოქალაქე და ის რო არ გამომივიდეს სახუმარო თემა არ არის ეს ამბავი, ძალიან მძიმე რეალობაა და ჩვენი პასუხისმგებლობა დიდია პოლიტიკური კლასის სხვადასხვა დოზით შიგნით და სხვადასხვა ანატომიით. იმაში რომ ეს აქამდე მივიდა, მაგრამ მე მწამს რომ ამ ისტორიულ ფაზას, აი რომელსაც ვიხილავთ ჩვენ, ეს რეჟიმი ვერ გაუძლებს, იმიტომ რომ ეს სჭირდება ჩვენ ქვეყნის თავისუფლებას, უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას. ფაზა როდის მთავრდება? ფაზები არ არის მრავალწლიანი. კეთილი. მადლობა დიდი. მადლობა თქვენ.